პარლამენტი იყო როგორიც აი უღიმღამო, არც კამათი, არც დიალოგი, იყო მონოლოგი და ამის განახლებას ხომ არა აქვს ადგილი და ჩვენ რო ადრე ვთქვით რომ ბიძინა რაღაცა შეკრულია და ეს ადასტურებთ ამას რა ფორმით და როგორ ესე იგი თუ პარლამენტი მართლა დაემსგავსა ძველ კომუნისტურ იმას ეს არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს მსოფლიო პარლამენტარული მოღვაწეობის მსოფლიო პარლამენტარებში არის ყაყანი კამათი მიდის მოსაჩვენებლად ჯოგი უნდა მოვატყუოთ ჩვენ ხო ვიცით რომ სახელმწიფო მართვა არის ჯოგის მოტყუება და ყველაზე სრულყოფილი და ასეთი დასრულებული სახით არის დემოკრატია ამაზე ასეთი რამე არ კაცობრიობას არ მოუგონებია ესეთი რამე მე მგონი ვერც მოიგონებს ეს არის მწვერვალი მე მგონი ადამიანები როგორ უნდა მართო რომ ადამიანებმა რევოლუციები არ წამოიწყოს ჩვენ ასე თუ ისე ელემენტარულად ისტორია ყველამ ვიცით ახლა სკოლა ყველამ გავიარეთ და სულ ახლა განათლება არ არის საჭირო ის გაიხსენოთ რომ მთელი ისტორია არის გამუდმებული აჯანყებები ომები სახელმწიფოებში მეფეების კლა ხოცვა-ჟილოტები და რაც დემოკრატიული წყობილების ფორმა შემოვიდა მსგავსი რამე გამორიცხულია აი 200 წელი ამერიკა ევროპა აი ესეთი რამე არ არის თუ ვინმე აგრესორმა არ შეიკრა და ამას იმ წუთში დემოკრატიული ქვეყნები შეიკრიბებიან შეიკრიბებენ და ყავს გააძრობენ ნუ რაც მოხდა თქვათ გეტლერის კოალიცია ყველა გაერთიან და გიტლერის საწინააღმდეგოდ ხო აქ გამოიყენეს კომუნისტებიც კი ესე იგი მართლობის ფორმა ეს ერთ-ერთი საუცხოო არის როგორ მართოთ ხალხი ისე რომ ხალხი იყოს მაყოფილი ბოლომდე არა რაღაც ისეთი და არაჯანყდნენ ეგ პარლამენტი იყო რა იცი ძინავდა ხალხს ზოგი არც მიდიოდა რუსეთის დუმა რო დუმა ჭაჭყანი მიდიოდა ეგ მინახია რამოდენიმე ჩართვა იყო საშუალება მქონდა მენახა იქ რა ხდებოდა გამოდიოდნენ ყვიროდნენ თორბლებს აიყო თელი ამბავი აქიდან იქიდან ფრაქციები რაღაც ამბები და დემოკრატიulis იყო ვითომ საქართველოში ეთყობა ამან რო შეყარა ეს ნაცმოძრაობამ თავის ბევრი ბლუ შეიყარა ბევრი ტლუ და ახლა ტლუ და ბლუ მიკროფონთან ვერ ილაპარაკებს ხო უნდა იცოდე რა როგორ ანა საზღვარი არ დაარღვიო მოკლედ დემოკრატია უნდა ითამაშო რა ჯოგს ჭირდება ხო და თუ ამის გამოსწორებას აქვს ადგილი თუ კი არა ნამდვილად აქვს მე მგონი ხალხი ისე მოტყუებული დარჩება ესე შევლენ ეს ხალხი და უნდა გითხრათ რომ ეხლა ისე ლანა ღოღობერიძე თქვა სიტყვაზე ხო გიქავთ ამათ ლაპარაკი შეუძლიათ ლაპარაკი ხო ეს ხალხი მოერგებიან აი გოგაგა მოერგება რა სააკაშვილსაც გააправებენ ხო ეს სიტყვა რო შემოვიდა ხმარებაში ვიხმარ ამასაც გაამართლებენ არ არის სწორედ რუსულად გააправება ცოტა სხვა რამე არის და ქართული ადეკვატი ამას ვერ მოუძებნე მე გამართლება რაღაც სხვა რამეა და დავტოვებ ისევ რა სპეციფიური რა კი ღარი ტერმინი ქართულში გააправება ხო გაწმინდავე გასვთავო თუ სულ მუდამ რო ვაჯანსაღებ და ვამართლებ ამას ხო ანუ უფრო სწორია ხარში რო უდგები გაპატიოსნება გაправე გავაპატიოსნოთ ხო ქართულად შეიძლება ესეც დავნერგოთ ხო აი გაპატიოსნებას დაიწყებენ ლანა ღოღობერიძე თუ მოხდა სიტყვაზე ვიძახი ხელოვანი ხალხი არასოდეს არ არის თქვა მსახიობები მაგალითად განსაკუთრებით მსახიობები ხიპიშნოი რეჟისორი მით უმეტეს არ იქნება ხიპიშნოი რეჟისორი სამყაროს სხვანაირად უყურებს იცი არ აღილვებს თელი რიგი რაღაცეები ის იდეათა სფეროში არის სხვანაირად უყურებ აი როგორც წარმოდგენა სპექტაკლს თელ სამყაროს ესე უყურებს რეჟისორი და რეჟისორების ომი მე არ გამიგია შეიძლება რაღაც პოლიტიკაში ჩაება გამოყენებული იქნა ის სამსახურში ჩაიყენებენ ხო თავის დროზე ბრეხტი და ვიღაცეები იყო მაგრამ აი ახლა აქ ესეთი ვინ არის შევლენ ესენი და მიშიკოსაც გააპატიოსნებენ ახლა რა თუნდა მაგას ლაპარაკი ხო ახლა იმის ყვირილს ჯონდი ბაღათურიას უზდელ ჭყივილს ახლა ასე უზდელად არც დანაღოღობერიძე მოიქცევა დამიჯერეთ და არც არა აი თარგამაძე გამოდის ის დორბლებს არყრის ლამაზად ძალიან ისე ეთიკურად ერთ უცენზურო სიტყვა მის ლექსიკონში არ არის აი ესეთი უნდა იყოს ოპოზიცია ამიტომ არის ნახეთ როგორი სანდო ის არის ქდმ პირიქით აძლიერებენ ამას კიდე ვიღაცეები უნდა შეიყვანონ მოლაპარაკეები თქვათ ინგა გრიგოლია შეიძლება ისეც შეიყვანონ იმაში პროპორციულში არ არის მაგრამ მაჟორიტეტებში თუ გაიმარჯვა ძალიან მეეჭვება მაგრამ მაინც ჭირდებათ ეგ იმიტომ ყველა სასურველიდან ვინც არის წარდგენილი ყველა აწყობს სააკაშვილის პარლამენტში დაუჯდეს იმ სამიდან იქ არის ჯაჭვლიანი და ინგა გრიგოლია და ისენი ხო და ერთი კიდე იმიდან ნაცმოძრაობიდან სამივე თუ ის არ მოხდება მაინც ნაცმოძრაობა იქნება ინგა გრიგოლია ის კაც ხალი არ არის ჟანა დარკი ეგ არ არის მოდი ვთქვათ ეგ შეეგუება ყველა ჩვენ ვიცით მაგის ისტორია მოყოლებული საჯარო იმათ რო გახდა ხო გადახედეთ მაგის წარსულს როგორი ურთიერთობა ქონდა მიშასთან დიალოგი როგორ და ყდემა მოსილი და ძალიან დაბლადაა და როგორ უყურებდა სხვა იქ რო დაჯდები იქ უკვე ასხივებს იდეებია იქ ვერ გაახურებ და ყველაზე კარგად გვახსოვს ახლო წარსული როდესაც 2099 წლის 9 აპრილი გახსოვთ როგორი იმით დაატრიალდა და ჩვენი აღშფოთებული საბჭოთა კავშირის
დეპუტატები, აი წარდგენილი, ვითომაც ავაქცევთ ქვეყანას, არავის ხმა არ მოუღია. ერთადერთი კაცი გამოვიდა იქა და ისეც ახლა აი დანარჩენები ყველაზე ძლიერი ვთქვა აკაკი ბაქრაძე, რომელიც 100 დღეში იყო, იქ რამ ჩაუგდო ენა მუცეში მე არ ვიცი. იქ იყო დამუნჯებული. ხო? აი ესეთი რამე მოხდება მანდაც. არის რა ახლა იდეები და რაღაც ქარიზმები და ყველაფერი არსებობს ახლა და ქუჩიდან ძალიან ადვილია ყვირილი. აი რომ მიხვალ, იქ შეაყვირო. მე შემიძლია ტელეფონზე შევაგინო სააკაშვილის, მაგრამ პირადად რო წავდგები, შეიძლება ვერ შევაგინო. თუ რაღაცები მოქმედებს. შეიძლება მე წაგეჩხუბო, გამიგე ისე ზურგს უკან, მაგრამ რო შეგხვდები, მე ვერ წაგეჩხუბები. ხო, ესეთი ფაქტორები რომ მუშაობს, სწორედ ეს ბევრი უნდა რამე გათვალისწინებული უნდა იქნას. ფსიქოლოგია გათვალისწინებული არ არის არჩევნებში. არავინ არ ეთვალისწინებს ამას, განსაკუთრებით ბრალს ვდებ ოპოზიციონერ ლიდერებს. იმიტომ რომ ხალხი მოტყუებულია. ესენი ხო ხალხს ატყუებენ. შევლენ ესენი, ხალხი არის ეგრეთ წოდებული თქვათ აი რაკეტა გამტარები, ეგრეთ წაიყვანენ ამებს, შეიყვანენ პარლამენტში და დაშორდებიან. და ისევე როგორც ათხოვდათ იქცევიან, როგორც გახსოვთ რაკეტა გამყოლი რო აყვება რა კოსმოსში, გამიგე ის იწובה მერე. ხალხი აი ესე დაიწובה. ეგენი კიდე გააგრძელებენ ცხოვრებას. და პარლამენტი კიდე მოგეხსენებათ, მთავარი არის პარლამენტი ფუნქციონირებს როგორც დემოკრატიული სახე. ეს ბოლოს მართლაც სააკაშვილთან არ შეიმჩნეოდა და დაემსგავსა კომუნისტურ იმას და იმიტომ აყანდნენ. აი ახლა ამის გამოსწორება არის და აი მე მინდა გავიგო ამ ბიძინას თავისით თავში ეგ არ მოუვიდოდა. ვერ დამაჯერებ ბიზნესმენი კაცი, რომელიც ესე თქვა, უცებ გამოვიდა სწორ და ამ სისულელებში მონაწილეობას იღებს. ახლა მოდი ვთქვათ, რომ თუ მართლა სიყვარული არ აქვს, თუ ძალიან გული არ გტკივა, თუ რაღაცა ფილოსოფია არ აქვს, ისე ვერ გამოხვალ ახლა საათკბილი ცხოვრებიდან და არ დაიწყებ ახლა ქუჩა წანწაზე აქციები და იბღავლო და სისულელები იძახო. მე მჯერა რომ ამას თავისი ინიციატივით ეს არ გაუკეთებია. ამის უკან ვიღაცამ რაღაცა თქვა, რაღაცა ჯგუფმა გარკვეულ ამას მოელაპარაკა. და ამის ფაქტები, აი რო ფაქტები თუ უნდა გავამყაროთ, აი ჩემთვის უცნაური ის იყო, რომ ამ კაცმა არავინ არ გაიკარა. ექსტრემისტული პიროვნებები არ გაიკარა. თუ მიზანი გადაგდება სააკაშვილის, ყველაზე კარგად ექსტრემისტები უნდა გაიკარო, ხო? ამანუ არ გაიკარა არავინ. და უცნაური კიდე ის იყო, რომ ყველაზე თავმოჭრილ პარტიას რეაბილიტაციას უხდენს. ეს არის რესპუბლიკელები. მათთან კიდე ვიღაცები შეეტენა. ეს ბევრი საეჭვო რაღაცა არის, კაცო, რა არის ეს რა უბედურება, იმიტომ რომ თუ მართლა მხარში დგომა არის 26 მაისს ბიძინა არ სადარჩანდა. ამას გული არ შეწკიოდა იმედენ ხალხი რო დახუცეს. მანამდე რა საკეთებდა? თუ გადაკარგულში იყო. სადაც არ უნდა წასულიყო, ეგა საქართველოს შვილი თუა თუ ასე მაგრა უყვარს საქართველო. ეხლა დაეწყო ეგ სიყვარული თუ ადრეც უყვარდა. მაშინ რატო აფინანსებდა სააკაშვილის რეჟიმს 7 წელი? მერე მაღალ დონეზე ეკლესიების მშენებლობაში ხელს უწყობს ისევე მართლმადიდებულ ეკლესიას და 400-მდე ამანჩადო ფული აეშენებინათ ეს ტაძრები. სკოლები, განათლების სისტემა თუ არ ვარგა. შენ სკოლას აფინანსებ, კაცო. მართლმადიდებლობა არ აგჯერა, არ გწამს, აღდგომის არ გჯერა, ღმერთის არ გჯერა. თუ რას აფინანსებ? აი, ამის ტვინში ჩამახედა რა. ეს თავისი გულით აკეთებს ამას. თავისი გულით არის თუ ვიღაცა დავალებებს აძლევს, გააკეთებს და ვიღაცა კიდე უკან დგას. ის სადღაც ჩრდილში არის. როგორც ჯამნაშავეთა სამყაროში ჩვენ ვიცით, ყოველთვის პოლიცია იჭერს შემსრულებლებს და შემკვეთები საერთოდ დამალ ტრანსცენდენტში არიან. შემკვეთი არავინ არ იცის ვინ არის. ვინ მისცა შეკვეთა რო ესა და ეს უნდა მოეკლათ და კილერს დაიჭერენ. კილერმაც არაფერი არ იცის, იტყვის რომ აი მე ეს დავალება მივიღე. ამ კაცმა აი ეს დავალება ვისგან მიიღო? რომ აი წამოიღოს. ორში ერთია. ან რუსებისგან მიიღო, ან სააკაშვილისგან. არანაირად საზღვარგარეთისგან. ეს ახლა ამის მტკიცებაც მე მგონი ძნელი არ იქნება. ორიც ვტოვებ მე, სააკაშვილი და რუსეთი. აი მორიდან. ეხლა ვისგან იღებს ეს დავალებას? ამორი რუსეთისგან თუ დავალებას იღებს. მაშინ რუსების არ ჩანს, იცით, აი დავალებას აძლევ კაც და არ დეხმარები, ეგეც ვერ გავიგე, იცი? ესე იგი, თუ არეულობისთვის გააკეთა რუსებმა სატარებს და ფსონს ამაზედებს, არეულობის შედეგად თუ შემოვა რუსეთი გამართლებულია. მაგრამ არეულობის ლიკვიდაცია მოხდება, სააკაშვილი ამას არ დაუშვებს, მან იცის ეგ. გავლილი ეგ სკოლა, მაგასაც აყავს ხალხი და ამ ოპერაციებს ეგენიც ამუშავებენ. რა მოყვება ყოველივე ამას, როგორ დავშალოთ, რამდენ ხანს იქნება ხალხი, თოფებით არ იქნებიან და უკვე 26 მაისმა და 7 ნოემბერმა აჩვენა ის, რომ ესენი მზად არიან რა. აი ესეთი ჯგუფის დასაშლელად, თუნდაც 300.000, 400.000 ერთ დღეში. დაშალონ ეგენი. უკვე ნავარჯიში ხალხი ყავს, ნავარჯიშები. საწყის ეტაპზე დამოუკიდებლობა ვითომ ეგრეთ წოდებული რომ მოიპოვა საქართველომ, საწყის ეტაპზე გამსახურდეს ეგ ხალხი არ ყავდა. არც შევარდნაძეს არ ყავდა ასეთი დახვეწილი და არგად აი ნასწავლი გავარჯიშებული ხალხი, როგორ დაშალონ მასობრივად მიტინგები, არასასურველი მიტინგები.
ლაპარაკი არ არის შეიარაღებულ შეტაკებაზე. შეიარაღებულ შეტაკებამდე არ უნდა მივიდეს საქმე. შევლენ რა ესენი და მოჩვენებითი მრავალი ფეროვნება დემოკრატიული ის იქნება და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. რაღაც აი ესეთი სუნი არ ასდის, რეაბილიტაცია არ არის გაყრილი ხალხისა, რომლებსაც ჩარეცხილები უწოდეს, იმიტომ რომ აქითა ხალხში, ბანაკში ხომ ძირითადად ეგ ჩარეცხილი ხალხი არის გაგულისებულები. აბა რამ გამოიყვანა ახლა 84 წლის ნოდარნაცადზე. რა საქმე აქვს ამას? აი ასეთი ასაკის კაცი უნდა ფიქრობდეს ახლა იქითა ქვეყანაზე, სად მიდიხარ, ცხოვრება როგორ დაასრულე, ენტროპია მიდის, ორგანოები ღალატობს უკვე. ხო, რა თუნდა ახლა ლაპარაკი, ხო, რამდენხანს გამოეკერებით ცას. ესე არ ხდება, ხო? დღეს ხარ ხვალ არა ხარ. ბევრს რო დაპირდები ადამიანს, გამიგე და იმედებს მიცემ და შეუსრულებ. ხო, შეიძლება შოკი რაღაცა მიიღოს, ხო? ყველა დაპირდა ყველაფერი, ქართველი ისე სხვათა შორის ბევრჯერ ვთქვი, რომ უფრო სუფრის ემოციას და იმას ატარებს, იცი? სუფრაზე არაფერს არ დაიშურებს ქართველი, ყველაფერს დაკბირდება. ყველაფერს დაკბირდება. მეორე დღეს არაფერი არ ახსოვს. სხვათა შორის ეს კარგად აქვს. აი ეს ქართული ხასიათი აღწერილი კონსტანტინე გამსახურდიას თავის რომანში დიდოთადის მარჯვენა ბოლო ისა როცა კვდება გიორგი მეფე პიპასთან რო საუბარი არის. ეს ბოლო ფურცლებია, გადათვალიერეთ როგორ ახასიათებს გიორგი ქართველების ზნეჩვეულებას. ნუ ეს ახლა მარტო კონსტანტინეს აზრი არ არის, ხომ ეს ძალიან ბევრმა მოაზროვნეებმა დააფიქსირეს ქართლის ცხოვრებაში და იმის გადმომღერება იყო მე-20 საუკუნეში, ხო, გამსახურდიას მიერ. მართლაც ეს უტყუარი დახასიათება არის რა, ქართველის ტიპისა და აი ეს ტიპი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვკითხულობთ, აი ელემენტარული არაფერი ძვრა არ არის. ყველა რო ხედავს იცის რომ ეს კარგი არ არის, მაგრამ დაძლევა ყველას უჭირს, აი მაგალითად ვიღაცამ ხო უნდა დაიწყოს ეგა. უნდა დაიძლიოს ხო ეგა? არა და არა, ისევ იმ ინერციით მიდის წლები არის უკვე ესე ცხოვრება ადამიანის. არაფერი არ გამოცვლილა, არაფერი. აი ზღირებულებები ისევ რჩება, ძირითადი და დასავლეთიდან მოწოდებული არის მართვის ისეთი ფორმა, რომელშიც ვერ ჯდება მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა, მაგრამ მართველი წრეები გახარებულები არიან, აიტაცეს ეს წყობა აწყობთ კომუნისტურ მართვესთან შედარებით დემოკრატიული მართვის სადავეებთან ვიც არის ეგრეთ წოდებული დემოკრატი ლიდერები, მათ ეს ფორმა მაგრა აწყობთ, იმიტომ რომ ყველანაირი უფლებები აქვს, დაცული არის, ყაყანობენ, დროს ატარებენ, მიდიან, მოდიან, ფინანსდებიან და ეგრე არ იყო კომუნისტური იმაში. ამერებს მაგრა აწყობთ. ხალხი რა დღეშია? ხალხი სუმთლიანად აი როგორც გითხარით, რაკეტის დამწვარია სულ. აი მიიყვანენ არჩევნებამდე ამ ხალხს შეიყვანენ პარლამენტში და ესენი ჩაიფერფლებიან. თუ პროტესტი გამოთქვეს, ის თქვენი წინამძღოლიც კი გამოვა და გეტყვის, იცი რა, გაჩერდი ახლა რა, გაგაჩერებს. წადი სახში და არანაირი კონტაქტი არ აქვს, თქვათ, რიგით ადამიანს დეპუტატთან. ამიტომ ქართველი ხალხის შეგნება არადემოკრატიულია და არადემოკრატიული შეგნება ირჩევს თავიანთ დამსჯელ ბრიგადებს პარლამენტში. და მე ვის საყვედურობენ უცნაურია, ხო? ვის საყვედურობენ? დღეს ახლა სადღერძელოები არის არჩევნების წინა სადღერძელოები. ყველა სადღერძელოს იძახის, იცი? ყველას ლექსიკონი არის სადღერძელო. რო დარეკავენ სადღერძელო სიტყვენ უხარიათ ამათ. აი ვერა და ვერ გადააგდო ქართველმა სადღერძელოს ლექსიკონი. აი სუფრადან წამოყოლილია ყველაფერი ესა და კაცო პასუხს არ აგებს შენ საქციელზე, შენ სიტყვაზე. რო პირდები ამ ადამიანებს გაბედნიერებას, ყველაფერი ექნებათ, შეხვალიქა და არაფერი შუ დაგავიწყდები ეგა. შენ შეთვის დაждები იქა. ამიტომ ვიძახი ახლა ეს თეატრი რომელიც იდგმება, ეს მსოფლიოს თეატრალურ სამყაროში ერთ-ერთი ფილიალად საქართველოს არის და მოთხოვნილა წაუყენეს რაღაც დაემსგავსეთ თქვენ კომუნისტურ პარლამენტს და ეს არ მოგწონს ჩვენ. გამოაცოცხლეთ რაიმე. და აი გამოცოცხლება არის ახლა. შევა ეგ ხალხი, ცოტა მოლაპარაკე ხალხი, და ის მუთაქები რო უზის იქა და ხმას არ იღებს არავინ 2-3 კაცის გარდა. სულ შეიძლება ლაპარაკობდეს ციკლაური, ჩიორა, კიდე ვინ აყავთ იქა ხერხეულიძე და გაბაშვილები. სხვა დანარჩენი, სად არის ეს 150 კაცი, ხო? ხმას არ იღებს არავინ. და აი ახლა კი შევლენ იქა, ხო, ბერძენიშვილი თუ შევიდა და აჯდება მიკროფონთან და ყოველთვის რაღაცას იტყვის ახლა ლაპარაკი, ხო იცი, ყველა სიამოვნებს ტელევიზორში გამოვიდეს და იქაქანოს და იტლიკინოს. ესე იგი პარლამენტი დემოკრატიული სახეს არ ატარებდა. არჩევნები ტარდება, იმიტომ რომ პარლამენტმა მიიღოს დემოკრატიული სახე და არა საზოგადოების კეთილდღეობისათვის. არჩევნები სწორედ ამიტომ არის. და არა ეხლა იქ ვიღაცა სოფელში გურიაში ოროყიან თოხი რო ეჭირა ხელში, ისე ოროყიან თოხს დაიჭერს ხელში თუ არ გადაუგდეს. რა გაჭირებულიც იყო ხალხი, ისევის გაჭირება იქნება, იმიტომ რომ გაჭირვების გადაჭრა არ ძალუց სახელმწიფო მართველ წრეებს, ეს არც დასავლეთში, იმიტომ რომ მთავრობა მოდის, იმიტომ კი არა რომ ისე რაღაცები ჩამოგვირიგოს სახში, საზღვარგარეთ. ისინი არის ორგანიზატორები, თორე ძირითადად ბიზნესმენები აკეთებენ, ხო, სოფლიოში ყველაფერს, ხო, ქვეყანაში. თუ ბევრი ბიზნესმენი ყავს, სამსახურიც არის.
ხლა სამსახურს ვერ გააჩენს სააკაშვილი. მაგის მოვალეობა ეგ არ არის. ბიზნესმენებმა უნდა გააჩინოს სამსახურები. აი საინტერესოა ბიძინა ბიზნესმენობს ხომ? აი რა აქვს აშენებული ისეთი რომ რამდენი ხალხი დააკავა თავის სამსახურში. რამდენი ხალხი სკოლები რო ააშენე და დულები დააკავე იმაში ეკლესიებში. ეს არაფერს სამსახური არ არის. არაფერს არ ქმნიან. ხო, მან ააშენე ესე იგი. ეკლესიები ძირითადად ფული გადაიხადა, ხო და სკოლები გაარემონტა. რა არის ხლე ეგ? შექმნა სამუშაო ადგილები ამან. ფულით ხო ეგ უნდა შექმნა. ხლა 6 მილიარდით კი არა 300,000 რო ჩაიგდებ ხეში, სამუშაოს აჩენ, რაღაცა უნდა დაატრიალო, რაღაცა და მე თანდათან ამას აფართოებ და აძლიერებ. ხო და ამ კაცს რა აქვს გაკეთებული? ან სასურსათოში, ამ რეწველობაში მე რო დავსვი ეკითხვა, ვერამ ვერ მითხარი, რა გააკეთა ამ კაცმა? რა, აი ამდენი ხანია საქართველოში არის. და უშლის ვინმე ამას ხელს? ბიზნესმენი ხომ არის? რატომ არ შექმნის სამუშაო ადგილებს? რატომ არ იწევს თქვა მეცნიერებს, რაღაცა მოიგონოს, რაღაცა გადმოიტა, რაღაცა აი ფაბრიკა მასაქანას, გადმონერგოს რაღაცები და დააკავოს სულ 5,000 კაციც რო დააკავოს ეგეთ საქმეა. დაკავებული ყავს ამას? არა. ეგ ფულებს არ იგებს ჯერ. და დააფინანსა თეატრალური მოღვაწეები, ჩარეცხილების აფინანსებს, ტელევიზიას აფინანსებს. ახლა ლოყაბერია შალვას კიდე ბიზნეს დაფინანსება უნდა და ეს არის ცინიკოსი კაცი. ამას არავინ არ უყვარს. თუ დააკვირდებით, გულით არავის არ აქვს ჩადებული. ხალხი როცა რეკავს, ძალიან განცდით რეკავენ და მართლა გულწრფელები არიან და ტკივილი აქვთ და აი ვისაც ურეკავენ, ტკივილი არ აქვს. არც იანაშვილისგან გამიგია მე ტკივილი. თელერიგა შემოქმედებითად უყურებ ხოლმე გადაცემებს. აი სულ ფეხებზე კიდეა თარხან მოურავს მათი ზარები. აი ჭიქაშვილის სულ ფეხებზე კიდეა. გულთ აი ჩაიხედე Facebook-ში ჭიქაშვილის თავის თავზე ნარცისისტული კომპლექსი რო აქვს. ეს გავს იმ კაცს რომ ქართველი კაცის ბედი აღელვებს. ისე როგორ გამოვა საქმე? არავინ არ არის ესეთი. შალვარამიშვილი არის, მაგას აღელვებს რიგითი ადამიანის ბედი. ეს არის მოღადავე, ცინიკოსი, თავისთვის არის და ბიძინა აფინანსებს ამ ხალხს. 25,000 ლარს რო აძლევ ახლა ამას. ეს საქმე არის. რატო ამას ამდენ ამ უსაქმურ კაცს ყავისმაში 25,000 ლარს აძლევ? აი ამიტომ ვიძახი რომ ბიძინაც ესე იგი არ იქცევა კარგად იცით. ანაირი ბიზნესმენია მე ვერ გავიგე. ბიზნესმენს კიდე რათ უნდა პოლიტიკაში მოსვლა? ბიზნესმენი ამდენი ფული რო გაქვს, უნდა ატრიალო, გაზარდო ისა და მთელი სამსახურების შექმნა, რაღაცა ან იყიდო, ან რაღაცა დანერგო საქართველოში, გააფართოვო ქსელი, ჩააბა ხალხი და მე სახელმწიფო კიდე ამას მეთვალყურეობს პოლიციით და იმით რომ არეულობა არ მოხდეს. სახელმწიფოდან აბა არაფერი დახმარება არ არის, თუ არ შევიდა ბიუჯეტში რაღაცა, გაიზარდა ბიუჯეტი, მე სოციალური დაუცველები. მოკლედ ძნელი რაღაცაა ესა რა. და ესენი ძალიან ოცნების დონეზე უყურებენ ყველაფერ ამას და როგორი ხედვა იცით? აი მივალთ იქა და მე რაც მოხდება, მოხდება. ამიტომ ვიძახი ახლა ეს სააკაშვილის იმით მოქმედებს ბიძინა თუ რუსების დავალებით. რუსების დავალებით მოქმედებს, არ ამგონია. ეგ თუ რუსებმა წამოიკიდეს არეულობისათვის, სულ გაპაზორდება ეს კაცი. არეულობას გადაჭრის ამ არეულობას სააკაშვილი თავისი ძალებით. თუ სააკაშვილმა წამოიკიდა ეგა და მის საქმეს აკეთებს, ხალხს უღალატებს ეგა და მაშინ საქართველოში მაგას არ დაედგომება. დამთავრდება არჩევნები და ბიძინა გაქრება. ეგ ხალხში ვეღარ იცხოვრებს. განსაკუთრებით თუ პარლამენტში დაჯდა ყველა ის ხალხი. ესე იგი, რო იძახიან ჭკვიანია, ამან თუ კოალიცია ვერ შეკრა და ერთ ხმაში არ იმღერეს და უმრავლესობით ეგ არ მოვიდა, გაყალბდა არჩევნები და კოალიციაში მოხდა განხეთქილება, ზოგმა წავიდა ხელი ჩამოართვა სააკაშვილის, ბიძინა არის უტვინო. ესე იგი, რა ჭკვიანი ხარ შენ? გაგიქცა ხალხი. გამოგიყენეს, პარლამენტში დაჯდნენ, შენ დარჩები გარეთ, გახურებ? თუ ნახევარმა ოპოზიციამ რო აღიაროს არჩევნები სამართლიანად, დამთავრდება ამბავი. თუ მთლიანად ყველამ ვარი უთხრა, კიდე შეიძლება რაღაცა მოხდეს კიდე. თუ იმ კოალიციიდან გამყიდველები რო არის ბევრი, თუნდაც ერთი პარტია შევა და დაჯდება იქა, დამთავრებული ამბავი. ხა დასავლეთს დაჯდა იქ ხა, შენ არ გინახირებული ხარ. ეგ ადრე გაიარეს სხვა მეებმა. არ შევიდნენ, მაგრამ ყველა არა, ზოგ ერთები დაჯდნენ. ნათელაშვილიც დაუსწრებელი დეპუტატი იყო. შევიდა ჯონდი ბახათურია, შევიდა ქრისტიან დემოკრატები და ირაკლი ალასანიამ ხელიც ჩამოართვა. ცნო ლეგიტიმურად არჩევნები. მსგავსი რამე არ მოხდება? დანარჩენები ახირების გამო ქუჩაში დარჩნენ და ნანობენ დღესაც. აი ამის გამოსწორებას აქვს ადგილი. ეხლა ბევრია მსურველი პარლამენტში შესასვლელად, ბევრია წვეული, მაგრამ ცოტა არჩეული, იტყვის სააკაშვილი. ამიტომ გაარჩევს ეხლა ამიდან და ვინც აწყობს იმას დასვას პარლამენტში. აწყობს კი ვინ? კარგად იმსახიობე რა მანდა რა. კარგად იმსახიობე, იაქტიურე. პარლამენტს კონდეს სახე დემოკრატიული. ხო, არ მეჭიჭყინო, არ მლანძღო. თუ საჭიროა ხანდახან გამაკრიტიკე, მაგრამ ჩემი ერთგული დარჩი
და ერთი არის დემოკრატიული ქვეყანა, ავაშენოთ. ხალხი კიდე, კაცო, ხალხი ვის აინტერესებს? არ გადამრიოთ რა. რომელ ქვეყანას აინტერესებს, ხალხი ნემა აინტერესებს. ხალხზე ვინმე ფიქრობს. ამიტომ რა კარგი მართლობის სისტემა არის მოგონილი, რომელსაც ქვია დემოკრატია. დემოკრატიული ფორმამ გადაჭრა პრობლემა კლასობრივი შეტაკებებისა. არასოდეს კლასობრივი ომი არ არის დემოკრატიულ ქვეყნებში. ხვდებით რა კარგი წყობაა? მაგარი წყობა, აი როგორ მოიგონეს ესა, რა კარგად იმუშავებს ამ საკითხზე. აი მეტომ უდათ ამის დანერგვა, მაგრამ ეშლებათ ერთი რამე, ესეთ ქვეყნებში როგორიც არის აი საქართველო, ისეთ ქვეყანაში როგორიც არის რუსეთი, მუსულმანური ქვეყნები, არ გაამართლებს ეგ. არ გაამართლებს. იქ ადამიანის ფაქტორი არის ცოტა სხვანაირი, იქ ყოველთვის იქნება შეტაკებები და აი სირია ნახეთ, ნახეთ რა ხდება იქ. ამერიკაში არ მოუვა თავში არავის, თოფები აისხას და თავრობას შეებრძოლონ. აქ არ მოსდის თავში არავის ეგ. არჩევნებიდან არჩევნებამდე არის. არანაირი რევოლუცია, არანაირი აი თოფები, აი თავში არავის არ მოსდის ეგ. არა მარტო ამერიკაში, დასავლეთში ესეა. რევოლუციის სამშობლოდ საფრანგეთი ითვლებოდა, იქაც კი აღარ არის ეგეთი რამე. იქაც არ არის, მაგრამ მუსულმანურ სივრცეში, რუსეთში და აი საქართველოში ახლა უბრალოდ ჩნვა რა აქვს, თორე ერთმანეთს დაეტაკებოდნენ. ერთხელ ხო დაეტაკნენ. ახლა კი ფსიქოლოგიური ომი არის. დაპირისპირება ფსიქოლოგიური, ვერბალური და მედია საშუალებებით არის, მაგრამ ფიზიკურად ეს არ მოხდება, იმიტომ რომ ამას ახლა ძალაც უნდა, ენერგიაც და იარაღიც უნდა ქონდეს და იარაღი ქართველებს ახლა არ აქვს. ამიტომ ინერციით გაბრაზებული ქართველები ბიძინაზე ვიღაცეებზე დადგებიან ქუჩაში და მაგებს დაშლიან. ხო, 2 ოქტომბერს გაბრუებული ხალხი, ბეკოცხენებივი დადგებიან ქუჩაში და ერთხელ უყურებენ ერთი დღე, მეორე დღე და თუ ისინი გაჯინიანდნენ და არ დაიშალენ, მაგას დაშლიან ცივილიზებული მეთოდებით. რაც ხდება დასავლეთში რა, მოვლენ იქა, კარგად არის გაწვრთნილი შინაგანი ჯარები, პოლიცია, ცრემსადენი გაზები, დუბინკები და დაიშლები ახლა რამდენ ხანს უნდა იდგე იქა და ქიმია ყლაპო ხო? გაიქცევი სახში. რა აბრას გააკეთებ ახლა ომს დაიწყებ? ცარიელი ხელებით ვის ომი ერთი მითხარით. ან კიდე პროტესტი, რომელი მთავრობა გაქცეულა ფეხზე დგომით. გამოვიდეს აი სირიაში ახლა მთავრობა ფეხზე დგომით კი არა, რამდენი ხანია 5-6 თვე არის გააფთრებული ბრძოლები მიდის. მაინც ართმობს ის პოზიციას. გააფთრებული აი ხალხი იხოცება ტონობით. მიდის ის მთავრობა არ მიდის და სააკაშვილი რატო გაიქცევა? მხოლოდ იმიტომ რომ 1 მილიონი ქართველი დადგება ბეკოცხენივით ქუჩაში და ფოთოლი არ ჩამოვარდება და უყურებს. ის გაიქცევა? მსოფლიოში დამისახელეთ ეს მაგალითი და გავჩერდები. აი ესეთი გაგება როა ქართველს ახლა რომანტიკოსი კი არა, აი დებილია რა. მთავრობის გადაგდების ორი გზა არის. საარჩევნო და შეიარაღებული აჯანყება. სხვა გზა ისტორიას არ მოუძებნია. ესე იგი არჩევნების გადაგდებით ხდება მხოლოდ ცივილიზებულ, განვითარებულ საზოგადოებაში და აი კარგი კონსტიტუცია როდევს, ცვლა არის და ჩამორჩენილ ქვეყნებში მხოლოდ შეიარაღებული შეტაკებით. ეხლა განვითარებული ქვეყანა რო საქართველოს არ არის, სახეზეა. ამიტომ მანდ უნდა მოხდეს ეგ შეიარაღებული აჯანყებით. სააკაშვილი არ მოწონთ? 80%-ო იძახიან? ესე ლოქუებივით რატო უყურებენ? 80% ქართველი როგორ დაიპყრო 20%-მა? 80% იცით რამდენია მოსახლეობის? ეს 4 მილიონიდან რო აიღოთ? ჯერ მარტო 1 მილიონელი ლაშქარი ქვებით რო შეიარაღდეს, მაინც ტყავს გააძრობს. ასე რომ გაერთიანებული არ არის ეს 80%. როცა რადიკალური ზომების გატარება საჭირო. მან ყველა შიშია, ინდივიდუალური ფაქტორი მუშაობს შიშის და აი ეგ შიში რო ყველას ინდივიდუალური აქვს, ვეღარ ვერთიანდებით. ეს კარგად იციან ფსიქოლოგიურად შესწავლილია და იცის მთავრობა წარმოადგენელმა რომ შენ კი ყვაყოჩოფ ახლა, მაგრამ რო გამოხვალ შენ შეგეშინდება და მართლაც ხო შეეშინა 26 მაისი იყო გაიქცნენ 7 ნოემბერი იყო და 6 საათს არ მოუნდა დაშლას მეორე დღეს კაცჩულის ჭაჭანება არ იყო სულ ყველა ისე სასახლის სახლში დაჭდნენ ორჯერ გაკეთდა ეგა და დღეს ახლა ორ კვირაში ასეთი გამამაცებული ერი რას მივაწეროთ რა დალიეს ამისთანა არ ამჯერამე უბრალოდ მოხდებათ გაბრიყვებულ ხალხს გაბრიყვებული ხალხი კიდე თავის ოჯახს დააკლდება, ცოლს ქმარი დააკლდება, ტრამირებული იქნება შვილი ვიღაცა და შენი ბიძინა დაიხურავს ქუზა წავა საფრანგეთში. აბა საქართველოში მაგას აღარ დაედგომება. ამან ეს დაწყებული საქმე ბოლომდე თუ არ მიიყვანა, ქართველები ხო იცი რა ტიპები არიან? ვაფშე გადაგივლიან რა. სპორტში გახსოვთ? რაც არ უნდა დამსახურებები ქონოდა, დამსახურებები სპორტსმენს წარსულისა. აი აწმყოში მე გოლი თუ არ გაიტანე კარში, მე არ მააწყობს შენი შარშან გოლები რო გაიტანე. არ გაიტან 10 წლებს შეგაგინებ. გაიტან ტაჟ დაგიკრავ. ჯოგი ესე აზროვნებს. ბიძინას დამსახურებები ხო ახლა ააკებენ. აი იმ ხალხი ზარები რომ აი ბიძინაზე, აი მაინტერესებს იმას, საერთოდ ჭუავს. ეს ბიძინა იქნება რომ გამოგთოფავს. შენთან არ დადგება ეს. არაფერი კავშირი არ აქვს იმას. იმას სხვა ცხოვრების წესები აქვს. ხო მოდერნისტული შვილი ყავს იქ არ ეპებს მღერის. რა კავშირი აქვს ახლა ბიძინას ოჯახს რიგით ადამიანთან. სასახლეში ცხოვრობს. ბაღნარები აქვს, პინგვინები ყავს, ცხოველები. ეგ საერთოდ ქართული ცხოვრების წესი ცხოვრობს.
იზიარებს ქართული ცხოვრების წესს გაჭირვებას? დაცვით მიდის, დაცვით მოდის კალვერო და რაღაცა იგა, ხო? ამიტომ ვიძახი, იცი რომ ხალხს ისა ადეკვატიური წინამძღოლი ჭირდება. არაფლის უკონელი ხარ შენ, წინამძღოლიც არაფლის უკ. ეხლა მილიარდელი წინამძღოლი და გაღლეტილი ხალხი უკან. ეგეთი რამე არ მახსოვს რა. მარქსი იყო ეგეთი და იმასაც მილიონები კი არ ქონია. ელემენტარულად აი ბურჟუაზიული ცხოვრების წესები ქონდა, მაგრამ ფული იმას არ ქონია. არც ლენინს. სულ ციხეში და გადასახლებებში იმყოფებოდა კაცი. ფიძინა ერთხელ არ არის დაჭერილი თავისი ასეთი ქმედებისათვის. უფრო მეტი, მოქალაქე არ არის კაცი და ერთი წელი მიდის და ვერ გავიგე რა სტატუსით არის საქართველოში. არ გაგონილა ხალხო, არ გაგონილა ესეთ რამე ასეთ ქვეყანაში არ გამიგია, იცი, მოქალაქე არ იყო კაცი და პოლიტიკაში მონაწილეობდა, არჩევნებში დადიოდა. ესეთ რამე არც კანადაში, არც ამერიკაში, არც არ არის ეგა. ყველაფერი უცნაურობა მაინც საქართველოში არის. ამგაც მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს. აი წესით ეგ უნდა წავიდეს დეპორტაციას ექვემდებარება ეგა. და ამის მაგივრად აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს დემოკრატიაში წაეხმარა სააკაშვილს. აგერ 2 კვირა ბატონო, 2 კვირა. მე არ ვიცი რა, ძალიან მიკვირს მე იმ ხალხის ბიძინების, ოპოზიციონერების, ამდენი ხალხი შემოყურებს. მაგას როგორ უნდა უღალატო? გეუბნები რა, აი კომბლების სვენა რო იყოს, პირველი თავს მე შეუშვე, როცა ხალხი უკან ადგას. და შენ ამ დროს გაიქცე იქა და პარლამენტში დაჭიდე და ხალხს უბაგუნებდნენ. ეგ სწორი არ არის. ხო და მაგრამ ყველას თავისი ისა აქვს. მე ჩემი ისა მაქვს. მოქმედებ ჩემიდან რა, მაინც ახლა ურთიერთობა არ არის, გართობა, ღადაობა, დაცინვა, გავერთოთ ადამიანებზე ერთმანეთზე. არაფრით არ შეიძლება, როცა ხარ ადამიანთან, არავით არის გართობა, არავით არის ეღადაო, არავით არის დაცინვა, არავით არის იცი რა იკაიფო მე მასზე. ხო, კაიფო მე მთელი საქართველოს ეგრე არ არის. აი მე მაგას ომი გამოუცხადე 30 წლის უკან და ღმერთის დახმარებით ვახორციელებ ბოლომდე. არა მაქვს მე ურთიერთობა შემთხვევითი. მე ვდებ გულს, მე ვდებ ინტელექტს, მე ვდებ დროს და ვდებ სიყვარულს. და როცა კაცი ამას გაურბის ახლა საღადაოთ მე ვერ გავყვები ვერავის რა. ვიღადაოთ ახლა და ვიკაიფოთ ერთმანეთზე და დავცინოთ ყველას და ვიქირქილოთ. რატო? ეს მოგვეკითხება ჩვენ. მოგვეკითხება ყველას მოეკითხება ეგა. ტელევიზიიდან მით უმეტეს ხალხზე იღადაო. მე მგონი ეს არანაირად გამართლებული არ არის. თან საქართველოს ტელევიზია სხვა დანიშნულება აქვს. დასავლეთში გართობა არის, ისა გასაგებია. აქ ზირთა ტელევიზია არის ლაპარაკი კი არა. თავიდან ბოლომდე ეს არის შოუ ბიზნესი. ტელევიზიაში აქ არავინ არ ლაპარაკობს პოლიტიკაზე, იმაზე, ერთი არხი, პარლამენტის დანარჩენი, აქ არის რეკლამები გაუთავებლად, ფილმები, რაღაცა უაზრო გართობები, ღადაობები და გასაგებია, ხო? და საქართველოში ტელევიზიას ისევ შემეცნებითი ისა აქვს დატვირთვა. მთელი რიგი ზიან 24 საათის განმავლობაში არჩევენ საქმეებს, მიდის, მანდედან განათლებას იღებს მასა. მასა ხო ზარმაცია არც წიგს კითხულობს არაფერს და უსმენენ ადამიანებს და გახარებული და ბედნიერები არიან. უფრო სწორია, აღარ კონდეს ურთიერთობა და მაშინ გამართლებულია მასზე რაიმე თქვა. მაგრამ როცა ადამიანთან კონტაქტში ხარ, თუნდაც წელიწადში ერთხელ და იმაზე შენ ცუდი აზრი გაქვს, შენ კაი ადამიანი არ ხარ. მე ეგეთი გაგება მაქვს, რა ვიცი, თუ გაიზიარებთ ხომ კარგია, ხო და უფრო უკეთესი მინდა მქონდეს მე როგორც ქრისტეს ქონდა და ხა ბევრზე უკეთესად კი ხედავ უკვე ადამიანს. სხვაები ღადაობენ ერთმანეთზე, შედიან, ინფორმაციას აკრიფავენ, მერე დაცინებენ. მერე კაცი დაგელაპარაკება გულწრფელად, გადაგიხსნის გულს და 2 საათის მერე უკვე ეს ამბავი თელმა მსოფლიო მიცის. ეს რამდენად არის სწორი? აი ესეთ ადამიანებთანაც მე ურთიერთობა არ მაქვს. ჩემთან ვინც ლაპარაკობს, ჩემთან რჩება. მეც ესე ვარ, ვითხოვ, მეც რომ ლაპარაკობ შენთან, განსაკუთრებით გულისას, ჩემი ტკივილისას, ვთქვათ რაღაც აი გაგიზიარე რაღაცა ისეთი ინტიმური რაღაცები, რაც არავინ არ იცის, ეს შენში თუ არ დარჩა, შენ არასოდეს ჩემი მეგობრი აღარ იქნები. და რა არის ადამიანს როგორ არის, იცი აი გამტარივით აქვს, რაღაც თითქოს ხრიტილი აქვს თავში. ეტყვი ამბავს გავაი მეორე მხრიდან და მე რო შევისწავლე ქართული პრობლემები მქონდა მე იცი ვეტყოდი ადამიანს უკვე მეორე სხვანაირად მეუნება ამას გამიკვირდა კაცო სულ საქმეებს ვარჩევდი მე შენ გითხარი და რატო უთხარი იმას მე ვეტყოდი შენ რატო უთხარი მე უკვე მკაცრად მე უკვე დავიწყე ამის შესწავლა და უკვე კონტროლზე ავიყვანე ყველაფერი პირადად მე ვერ ვიტან ადამიანს ბევრს რო ლაპარაკობს განსაკუთრებით ჭორავობს კაცზე მაგალითად არ მსიამოვნებს რო ლაპარაკობს ცოლებზე შვილებზე ბიძაშვილებზე ნათესავებზე და თხრის და ქალებთან ურთიერთობებს. აი ამ სიამოვნებს კაცი რომ ქალებით ტრაბახობს. კაცი ვარ და გუნება რა ახლა ვინც რა უნდა ისა თქواس. ჩემთვის ეს მიუღებელი არის. მიუღებელია ზედმეტი ჭორაობა, განსაკუთრებით პიროვნება რომელიც შენ გიყვარს დაგინახე როგორ აკოცე, შეხვდი და 2 წუთის მერე ეს გალანძღე. უკვე შენ ჩემთვის აშში კაცი ხარ. ან რას კოცნედი იმას მე რო დავინახე და მე რო უცებ. რო გითხარი ვინ არის? თავიდან ბოლომდე მიწასთან გაასწორე. ხო ქართული ფილმებიდან ალბათ ასოციაციები გაგიჩნდებოდა ჩემი საუბარი. ძალიან ბევრ ქართულ ფილმებში მიმობნეულია ასეთი ურთიერთობები. ქართული ეთიკა
მორალი კარგად არის დახასიათებული ქართულ ლიტერატურაში და ქართულ კინოფილმებში. აი ნოდარ დუმბაძეს შემოქმედებაზე იყო ამაზე და ლაპარაკი. თავად ნოდარ დუმბაძესაც კი მის ნაწერებში, ათელი მის ლიტერატურულ ნაწარმოებებში, აი ქართული ეთიკა დახატული აქვს და ეს ისე კი არ აქვს ნოდარ დუმბაძეს წარმოჩენილი, ეს სამაგალითო არის. სევდა დაძდებს ამ ურთიერთობებს ტრაგიზმი და ათეიზმი. და ამან მე დამაფიქრა, ის არაფერი ურთიერთობა არ არის. რაც აღწერილია მებები ელიკო და ილარიონში. იქ არ არის ურთიერთობები. ჩემთვის ეგ ურთიერთობები არ არის ურთიერთობები. მე ეგეთ ურთიერთობებში არ შევალ. მე кайფო, ჭურში ჩამსვა, იქ რაღაცა იღადაო, ეს იუმორი. არა, ჩემთვის შავი იუმორიც არ არსებობს და არც თეთრი იუმორი. და საერთოდ ქრისტიანობის თანახმად ადამიანის დავცინოთ, ვიღადაოთ, ვიკაიფოთ და ვერ ვიტან მე ეგეთ ჟანრებს რა, კომედიას. შემიძლია ყურმა. დიდ სიამოვნებას მე არ მანიჭებს. კომედიური ფილმები, კომედიური რაღაც სპექტაკლები თუ ძალიან ძლიერი მწერლის დაწერილი არ არის და აი ტრაგიკომიკ იმაში არ გადადის კომიზმში. კომედია ტრაგედიაში. ეს რაღაცას რომ მიგვანიშნებს, ზედმეტად იმიტომ არის გაჯერებული, თქვათ აი ავიღოთ სამანიშვილის დედინაცვალი. ეს წიგნი რო წაიგითხავ, სიცილიც არის, მაგრამ სიცილი როგორია, იცი? სევდანარევი მოდის. აქ არის შერწყმული კომედიაც და ტრაგედიაც. ცხოვრებას მართლაც ორი მხარე აქვს. კომიკური და ტრაგიკული. რატომ ვართ იცით კომიკური და ტრაგიკული? ცოდვადაცემული ადამიანი მერყეობს კომედიასა და ტრაგედიას შორის. ნუ ეს ორი ბერძნული სიტყვა არის, საბერძნეთთან არის აღებული. როცა გაეცანით კარგად და განსაკუთრებით როგორ ეძებს ეს საცოლეს, როგორ არის, რა ვიცი, მე არასოდეს არ გამცინებია ამაზე. ისე ცუდად გამხადა, მეტი რო არ შეიძლება, იცი როგორ არის, რა ტრაგიზმი არის და ეთყობა იმიტომ არის დატვირთული ეს ხერხი, ესეთი ცოტა ესეთი ელემენტებით, რომ ზედმეტად გული არ გაუსკდეს ადამიანს. ვერ გაუძლებს, ძალიან ტრაგიკული მას ვერ უძლებს ადამიანი. და შერწყმული არის სწორედ ესეთი იმაში. აი დუმბაძესაც ეგეთი იუმორი აქვს, ესეთი მსუბუქი იუმორი თუნდა ნამდვილი რეალური სურათები გვაჩვენოს ჩვენი ყოფა-ცხოვრებისა, რომელსაც ქართული ყოფა-ცხოვრება ქვია, მაგრამ იმიტომ კი არა რომ მივბაძოთ, იმიტომ რომ დავიცლიოთ. ჩვენთან კიდე აიღებენ და ბაძავენ. ხანუმა იდგმებოდა, სულ ხანუმას ლექსიკონებით იყო. დუმბაძეს შაყირებით, ამ დროს მწერალს ეგ მოვალეობა არ აქვს. ხატავს ეგ, ხატვარი არის, რაც დაინახა ეს კარგია. მაგრამ მე მან დაინახა. ეს ესი არის, მაგრამ ეს არის სწორე? ჩემთვის ესეთი ურთიერთობები არასწორი არის. და განსაკუთრებით უკვე როცა ქრისტიანობას ეცნობი და ქრისტე როგორ მოთხოვნილებებს უყენებს ადამიანებს, შეგრცხვებათ რა. დადექით იესოს გვერდით და თქვენ გადაგეხაზებათ თქვენი თავი. ვინც თავის თავს არ გადახაზავს იოსესთან ურთიერთობაში, ის ქრისტიანი არც არის. და რა უნდა გადახაზოს ხალხი, ნახე რა როგორ არიან. ყველაფერი იცის. ნახეთ რა ეთიკის მატარებელი იესო. ხო, მერე პავლე მისი მოციქულები. აბა ერთი წუთით წარმოიდგინეთ. ჩვენი თავი ყოველთვის ტესტი ჩვენთვის იესო არის. აბა ის როგორ მოიქცეოდა? ეს როგორ იტყო? იკაიფებდა ხალხზე? იღადავებდა? ტელევიზია მიეცემოდა იმისთვის რომ ხალხზე იღადაოს? მაგას ჯობია საერთოდ არ დაინახო ხო ხალხი. ჩვენთან არის ღადაობის მაღალი დონეა რა, იუმორები და იუმორინა და საერთოდ შედით YouTube-ში ქართული ისენი, სულ კომედიებია რა. აი ღადაობა, იუმორინა. ეს ნომერმა გაიცინის ხალხი, ისეთი დონის ეს არის სიცილები, რომ თითქოს იცი რა არის, ბედნიერი ცხოვრება არის რა. ანაირად ეხლა რა არის სასაცილო ხო? ქვეყანა უნდა დაიწვას. ქვეყანა უნდა დაინგრეს, ბიბლია გვეუბნება. ცოტა ადრო დარჩენილი და შენ იმის მაგვირად რომ აზზე მოხვიდე. დაიწვევი მასთან ერთად ხო? მაღალ დონეზე არის ეგ ადამიანი, რა ვიცი, უცნაურია რა ადამიანი. შეიძლება ისე მოეწყოს შენი ტვინი რომ გაუთავებლად, იცი, ან ღადაობდე. და ნახე, აი არავინ ისე არ кайფობს პრეზიდენტზე. აი როგორც ქართველები. აი პრეზიდენტზე ამდენი რა შხამები, ამდენი, აი გადაჭარბებული არის ძალიან ბევრი რაღაცეები. რა დონის სიძულვილი არის, რა დონის ანეკდოტები არის, რა დონის აი კი არის ყველა ქვეყანაში რაღაც დოზით, მაგრამ ასე რომ დაკავდეს საზოგადოება, ამით არ ვიცი რა. რო კითხო ქართველებს, ქრისტიანები არიან. მაგ საზოგადოებაში გავიზარდე მე და მანდ დავიბადე და ბევრ რამე ვისწავლე მანდედან და მინ თუ არა ჩვენ ახლა რა როგორ ვიცით, როგორი ზეწოლა იყო კოლექტიური ცნობიერებისა და რაღაცა გაგვიხარდა ჩვენ რომ დაინგრა ვითომ საბჭოთა კავშირი, სივრცე გახსნილი არის. მე არ მქონდა ესეთი რამე. შეიძლება ყველაფერი აუკრძალო კაცს, ესე იგი ამერიკული ფილმი მენატრებოდა. რა მაჩვენე რა არის, ხوار გავგიჟდები ამ იმაზე, რა ჯანდაბა, ვიცი რომ სადღაც ხალხი ცხოვრობს. მაინტერესებს როგორ ცხოვრობს. კინო ხო არის რაღაც ხელოვნება, ასახავს ვიღაცის ცხოვრებას, ხო ათასნაირი ჟანრებია. მინდა ჩემს გარდა, კიდე არ ცხოვრობს ვინმე დედამიწაზე საბჭოთა კავშირის გარდა. როგორ ცხოვრობენ? ბუნებრივი ადამიანური მოთხოვნილებაა, როგორ აცვიათ, რა უყვართ, რას ხატავენ, რა მუსიკას უსმენ, რა ყველაფერს მიგძალავ შედალუცვილო. რა მოგივიდა, იქნებ მე არ მივიღებ ამას ხო? და არც მიბაძავ. ესე ყველას მასიურად ერთ იმაში რომ გაატარო ქვაფში, სწორე იქნება. ჩვენ ვწვალოდით, ვიტანჯებოდით, ხო რა ფრაგმენტ რაღაცას კითხულობ. ეხლა დაყრილია ყველაფერი, ვისაც უნდა, ხო, გახსნილი ექსირცე. ხო,
ხო, არაფერი არ იკრძალება ახლა. კითხვა როგორც ასეთი, კომუნისტები კრძალავდნენ ყველაფერს, რაც კომუნისტური შემეცნების საწინააღმდეგო იყო. დღეს, აი აქ დღევანდელი მთავრობა მაგალითად რანაირი თქვათ აკრიტიკოთ და რანაირი იმასაგან ერთი პლუსი ის კი არა რომ შუქები და ისა გაქვთ. პლუსი კი არა 5-10 პლუსია კერძოდ ის რომ არაფერი არ იკრძალება რაც გინდა წაიკითხე. ეს ჩემთვის არის მაგარი მიღწევა. პირადად მე ესე ვიყავი. რას არ მივცემდი მაშინ 60-იან 70-იან წლებში რომ თქვა სარტრის წიგნები მქონოდა სახში ხო გამეცნო რა ისა ბიბლია კაცო ბიბლია არისო ხო რაზეა ლაპარაკი ბიბლია არ ადებს ნუ არა გვაქვს ბიბლია იკრძალება ბიბლია 60-იან წლებში ბიბლია სანთლით ვერ იძრა არ არის არ ითარგმნება არ ადებს არის მარტო ერთი გამოცემა ეკლესიაში ძველი ქართულით ტანჯვაწამებით ეგეც ვისწავლე რომ წამეკითხა მაგრამ ეკლესიაშია მარტო და მასიურად ეგ არ იყიდება იკრძალება რა ეგ წიგნიც ხო და ეხლა არნახული რაღაცა ადამიანმა მოინდომოს არავინ არ დაგიჭერს მხოლოდ იმიტომ რომ რატო კითხულობ ნიჩეს რატო კითხულობ შოპენჰაუერს ხო მიუღებელისა დღეს არავინ არ ზის მხოლოდ იმიტომ რომ აკრძალულ ლიტერატურას კითხულობდეს ვინმე ასე ციხეში არავინ არ ზის მაშინ იჭერდნენ მე მახსოვს ჩემმა პროფესორმა როდესაც გაზეთში შეხვეული წიგნები ჯერ რას დილობა გამოამჟღავნა მაგრამ გამომტაცა იღლიდან რას კითხულობ ხო ნიჩეს ტომები პირდაპირ მითხრა იცი რა ეს პირდაპირ რა გამაფრთხილა რა პირდაპირ მითხრა იცი რა უკვე სანდოკაცი არ ახარო აი კონტექსტი ესეთი იყო აი ახლა ასეთ ქვეყანაში წიგნის რო გეშინია და ამ დროს მე რა რევოლუციონერი ვარ მინდა რა ვიცოდე როგორ აზროვნებს მეორე ადამიანი განსხვავებული წავიკითხო რა მოხდა რა შენ მტენი შენსაც ხო წავიკითხავ და არჩევანს გავაკეთებ ეს უფრო კარგი არ არის რომ წავიკითხავ კი კარგია ბატონო მარქსიზმი კარგია ბატონო კომუნიზმი არ უჯანყდები თოფი არ მიჭირავს ხელში მაგრამ წამაკითხე ამის გარდა არსებობს კიდე ადამიანი რომ ამის საწინააღმდეგოს იძახის რათა მე არჩევანის უფლება ღმერთმა მომცა და თლა დებილი ხომ არ არის ადამიანს აქვს არჩევანის უფლება ვერ დამაჯერებთ ადამიანს არ შეეძლოს კარგის გარჩევა ყველაზე კარგად მაინც ქართულ სივრცეში მატერიალური მასში მაგრაჩას აი ყველაზე დებილი ქართველი დააყენეთ ჟოპოროჟეცი დაუყენეთ და მერსედესი და უთხარით აბა არჩიეთ რომელია ის არც გეტყვის პირდაპირ დაჯდება მერსედესში არჩევანი ხომ დაუტოვო ადამიანს ასევე შემეცნებაში ხლა რო შემომტენეს შენი მწერლები კეთილი და პატიოსანი არ ვიძახი გადავყაროთ ქართველი მწერლები მაგრამ 24 საათი რომ ესმის რომ სოფლიო რანგის მწერალია რომელიმე ისა თქვათ ილია ჭავჭავაძე და ასეთი მწერალი არაა სოფლიოში ეხო სწორი არ არის მე გამაცანი სოფლიო ლიტერატურა და მე ავირჩევ მე ვინ უკეთესია და მე დავტოვოთ ჩემიანია კაცო ქვას ხო არ ვესვრი ეს მწერალი ჩემ ყოფიერებას ჩემ ტკივილს აწერს და ფრანგი მწერალი მე ვერაფერს ვერ მასწავლის ქართული ყოფიერების შესახებ ამიტომ ქართულ მწერალს მე გამოვიყენებ ქართული ყოფიერების შესასწავლად მაგრამ რა დააშავა ფრანგმა მწერალმაც ან ამერიკელმა ან ინგლისელმა ან ნებისმიერმა ხო აი ეს დარღვეული არის ეს ჯებირები და მე პლუსად მიმაჩნია ეგ დღეს არავინ დისიდენტური აზროვნებისათვის არავის არ იჭერენ დღეს იჭერენ ტერორისტული გამოხტომისათვის თქვათ სახელმწიფოს საშიშროებას წარმოადგენენ გინდა მის ადგილი დაიკავო ხო პოლიტიკურა მაგრამ ის რომ შენ აზროვნებ დისიდენტურად ამაზე არავის არ იჭერენ განსხვავებულად ესე იგი მე კითხულობ ისეთ წიგნებს საქართველოში მიუღებელი წიგნი რო წაიკითხოთ რა არის დღეს საქართველოსთვის მიუღებელი წიგნი შეიძლება მითხრა თქვენ აი რა არის ქართველი ერისთვის მიუღებელი წიგნი რომ გამოგეკიდონ თოფებით აღარ არის ესეთი რამე რაც გინდა იკითხე ისერი გიტეხია არ დაგიჭერენ მაგაზე ესე კი არ გიჭერენ ბიბლია მიუღებელია მაგრამ ყველასთვის არა არის მღვდელთა კატეგორია რომელიც არ აგიგზავნოს ამას არ გეტყვის რომ ეს ყავს გაგაძრობ ამაზე არ გეტყვის არც დაგიჭერენ მაგის კითხვისთვის უბრალოდ საზოგადოებაში არის მიუღებელი ხო ეგეც გადაილახება ალბათ იმედია აგერ მოდიან ახალგაზრდები და გადაილახება აბა ახლა მეღვინე თუ ხუცესის იმედი მტერს ექნა ხო წამსვლელი ხალხია კაცო მოდის ახლა ახალი თაობა უნდა აიტანოს ეგა და რომელსაც აღარ აქტვინი გადალესილი ამ სულელური რაღაცა ინფანტილიზმით ხო და რაღაცა ნარცისიზმით კაი ბატონო კაი პოეტები ყავს ხო მაგრამ რა დააშავა სხვებმაც გადავლახოთ ეგ ჯებირები ეს მიმაჩნია მე დღეს ნაბიჯი წინ საქართველოში ვისაც ეგ არ გაუვლია ის ვერ გაიგებს მე რაზე ვლაპარაკობ წიგნი ყველაფერი შეიძლება აიკრძალოს გამოცხადებული იყო წიგნები სამსახურებრივი მოვალეობისათვის აი ესეთი გრაფა იყო დაკოდირებული მე და ისეთი წერლები როგორც იყო თუნდაც აი ფსიქოლოგიაში ადლერი იუნგი ფროიდი ეგენი იკრძალებოდა მაგის კითხვა და საჯაროში მხოლოდ იყო ბროშურებით თხელი ყდებით გამოცემული და კოდირებული იყო და მიწერილი ქონდა რუსულ ენაზე მხოლოდ სამსახურებრივი დანიშნულებისათვის და შენ რიგით ადამიანს არ წაგაკითხავდნენ უნდა ჩაგეწყო ეხარით ახლა შემეცნებას რომ მიკეტავ ეს რა არის ეგენი გაიხსნა ხო ეს ნაბიჯი ვინც არ უნდა თქვას ეს დაძლეულია საბჭოთა კავშირში დღეს ადამიანებს აღარც რუსეთში აღარც საქართველოში არ იჭერენ იმიტომ რომ კითხულობს სხვა რამეს
სხვა რამე მეგობრებო გამოსწორება ეგრე ადვილი არ არის. კი, გაჭირვება არის საქართველოში ეკონომიკური რაღაცა, მაგრამ ჩემთვის მაშინ გაჭირვება კი არა. სულ ნატრობდი რა. ნეტა მეთქი რა წერია იქა, ნეტა როგორი მწერალია, ნეტა რა კინო არის, რო გავიგებდი, იცი რომ აი რატო ჩვენ არ გვაჩვენებენ. რა დამავიწყებს იმ ღამის 12-ის ნახევრიდან 2-ის ნახევრამდე რო გადიოდა რა ფილმი გაგეცინებათ, ხო? თბილისის ინტელექტუალური წრისთვის იყო განკუთვნილი ფილმი, ღამის ჩამოტანილი 24 საათის განმავლობაში ფილმები. ერთი იყო კოპოლას ფილმი, გამიგდა სტენლი კუბრიგის ფილმი იყო კიდე. სტენლი კუბრიგის ფილმი იყო, იცით ეს მექანიკური პორტოხალი და ნათლი მამა კოპოლასი. ეხლა ეგ ასაკრძალი ფილმები არის. იქ შემრცხვა რა, რომ დარბაზში ხალხი იცი რა, უყურე მოუმზადებელი, მაყურებელი იქ იყო იქ აკადემიკოსები, მწერლები და ღამე უყურებენ ფილმს. მე თქვი, რა ქვეყანაში ვცხოვრობ? ეს ქვეყანაა მეთქი, აი გულდამძიმებული წამოვედი, ამათი დღესაც მახსოვს ეგ განცდა. რომ ჩვენ მაშინ ბილეთები დავხატეთ და ისე შევედით. მოვატყუეთ რა, იქ შევიპარეთ ჩვენ. ვინ შეგიშვებდა იქა? და რა არის ეგ აი რა ფილმი ასაკრძალი ეგ არის, რა ჯანდაბა არის ეგ, რა ქვეყანაში ვცხოვრობ? აი ეხლა გაგიკვირდებათ ამას რომ ვლაპარაკობ ხომ? დღეს ეხლა რამე აკრძალული ფილმი არის, ყველაფერს უყურებთ კომპიუტერში. აბა ვინმე რამე აგიკრძალოთ. მაგრამ უკვე დღეს ქართველს ეგ არაფლად ართვლის და სამაგეროთ ეხლა უნდა სხვა რამე. ეხლა პირიქით ზედმეტად გაბრაზებული არის და დაბოღმილი არის ამ დასავლური ესთეტიკითა და ყოფიერება რომ მიაწვა. აი ეს აღარ უნდა უკვე ანტიდასავლური, ანტიამერიკული წავი და ვითომ ეხლა ამერიკელებს იცნობდნენ და ითხოვენ ისევ სიბნელეს და იზოლაციას. ეხლა ეგ არავის არ უსურვებ მეგობრებო ისევ სიბნელეში და სიყუმეში ჯდომას და გაბატონდეს საქართველოში დიქტატურა, რომელიღაცა დებილის და თქვას რომ ყველაფერი დავწვათ გარდა ქართულისა და გარდა ქართული კულტურისა. ეს არ იქნება სწორი. არანაირად სწორი არ იქნება. არაფერი არ არის დასაწვავი. ისეთი ძვირფასი მწერლები და მეცნიერები არიან, რა ვიცი, ნერწყვები მოგივაცულა რა. ეხლა ხან კიდე რუსებს უთარგმნიათ. ძალიან ძლიერი გუდინგი, ეს დევიდ გუდინგი არის და ჯონ ლენოქსი. შედით ინტერნეტში და ნახეთ. აი რუსები უკვე 5 ტომი თარგმნეს. იცით რა მწერლები არიან და როგორი მოაზროვნეები, ქრისტიანული პრინციპი, მეცნიერები არიან ესენი. აი რა აკლია ქართველებს რომ ეს ითარგმნოს ქართულ ენაზე, იკითხოს ქართველებმა ეს. დგან ანდასწულად ბიძინა, მიშა, ბიძინა თუ ისა და პოლიტიკა და მიდის ცხოვრება ესე სულელურად. და ახალგაზრდები მეთქი მაგით არის რომ უფრო დაინტერესდნენ, უსმენენ ინგლისური ისწავლეს, დაფიქრდნენ რაღაცას წონიან, ზომიან და ესე ემოციურად არაფერს არ უყურებენ, რომ ქვების როლას არ იწყებენ. მტერს არ უსურვებ რას იცი? მანდ მოვიდეს საქართველოში პიროვნება, გადააგდოს ეგ მთავრობა, მოვიდეს პიროვნება, მე მართლმადიდებლობა დაამატეთ ამას და დაბნელდება ყველაფერი. აი ვერ გაარჩევთ მაგათ მუსულმანურ ქვეყნისაგან. აი რაც ხდება ირანში, ერაყში, იყო ავღანეთში, ეგ გინდათ ქართველებს. გადაგვარებით ჩვენ არ გადაგვარდებით. იზოლაციით კიდე შეიძლება აბორიგენის დონეზე დავიდეთ. იზოლაციაში იყო თავის დროზე ყველა აბორიგენი. და რამდენ ხანს დატოვებდა ღმერთი იზოლაციაში? შეუსია ავსტრალიაში ბრიტანელები, ირლანდიელები, შოტლანდიები და ნახეთ ავსტრალია რა მივიღეთ. ასევე ინდიელები ამერიკაში. რამდენ ხანს უნდა იარო ფოთლით და სიქსიკაო და რაღაცეები დარბოდო ისრით. გადმოვიდნენ ევროპელები და ქვეყანა 200 წელიწადში ყველა ქალაქი არის განსხვავებული. არც ერთი ქალაქი არ გავს მეორე ქალაქს. შტატები უცნაურია, შედიხარ ერთ ქალაქში, სულ სხვა არის ქალაქი. ამაზად გაწყობილი 200 წელიწადში ესე როგორ ააშენეს ეს ქვეყანა რა. მე ყოველთვის ესე მაგ ამ დროს საქართველოს აქვს 1600 წელი, 2000, 3, ნუ სახელმწიფო როცა დაიწყო მეფეების მე-7 საუკუნიდან ხო ბაგრატიონები იქით და იქით აღარ გავდივარ. დღესაც დამოუკიდებლობისთვის ვიბრძვით. დღესაც პრობლემა რა არის? დამოუკიდებლობა. ერი რომელიც 300 წელიწადით მივილტვით ევროპისაკენ, უკვე ანტიევროპულ, ანტიდასავლური განწყობაა საქართველოში. ფაქტორად ეგ არის ხო? ბიძინას ხალხი ეს არის პრორუსული. ახლა რა მაგას ლაპარაკი რომ არაფერი ამათ ახლა დასავლური ამათ უკვე ალერგიები დაეწყოთ, აგინებენ, ლანძღავენ, ვერ მოერგნენ თვითონ, ვერ გაიგეს ვერც ინგლისური ისწავლეს. კომპიუტერთან ურთიერთობა არ აქვს 50 წელს გადაცილებული ხალხს. უფრო ახალგაზრდები არიან. დაბოღმილები ამ ყოფიერება ეს ხალხი აღარ უნდათ დასავლეთი. და რა უნდათ? კომუნიზმი? მარქსიზმი? რუსები? რუსებთან ხო იყვნენ 200 წელიწადი. რაღაც გამოიქეცი. ამიტომ აი შეგეცოდება ერი, რა უნდა თვითონაც არ იცის ხო? და მართლმადიდებლობა ჩვენ გვაფერხებს მეთქი ბევრჯერ მithქვია და რა კარგი იქნება რომ მოვა თაობა რომ აი ამას ღმერთს კი არ მიატოვებს. პირიქით ღმერთს დაუახლოვთ ეს. მართლმადიდებლობა კიდე ღმერთთან დაახლოების საშუალებას არ იძლევა. მართლმადიდებლობა დაგვაახლოვებს საბჭოთა არსებულ წყობილებას და თანამშრომლობს მუდამ იმის დამიხევით რა გაბატონდება. თუ გაბატონდა ათეიზმს ორი ფორმა აქვს, რელიგიური და სეკულარული, ეხლა გაბატონებულია ათეიზმის კლერიკალური ფორმა, ლიდერობს რა თქმა უნდა მართლმადიდებლობას დიდი გავლენა აქვს და ხარკს უხდიან თავრობის წარმოადგენლები გეთანხმებით, ბევრ რამეში მართლა კოჭებს უგორებენ, მაგრამ თუ გაბატონდა ათეიზმის
სეკულარული ფორმა, რა თქმა უნდა, ეს დაუკრავს ახლა ყურეს. სულ ესე იყო ისტორია ჩვენი. იმის გამო რომელი მეფე მოვიდო და რომელს დაიმონებდა მართლმადიდებლობა. ლუარსაბი იცით, ძალიან ესეთი მეფე იყო რა, თავიდან ბოლომდე გავლენა ჰქონდა ეკლესიას. დავით აღმაშენებელი პირიქით, დავით აღმაშენებელს დაექვემდებარა ეკლესია. მან მოახდინა თელი რიგი რაღაცეები, ხო? ხო და მაინც მართლმადიდებლობა ეს არ არის ქრისტიანობა და დასავლური გაგებით ქრისტიანობასთან ამას საქმე არ აქვს. ეს არის ტრადიციები, სანთლები, ხატები, რა ვიცი, აი, ათეიზმი არანაირად არ ვეთქვი, კაცო ათეისტი გახდე. ეს არის უბიძგო კაც ჯოჯოხეთში. სისულელი ათეიზმი, ხა ღმერთი შევხედე მზეს, შევხედე მთვარეს, ოკეანეს და ღმერთი არ არის კაცო? და ვინ შექმნა მაშინ ეს მზე? ვინ, როგორ თავისთავად ის ბაღლინჯოდან? რას ლაპარაკო? ბიბლია სწორ პასუხს იძლევა. სამყარო შექმნა ღმერთმა სიტყვით არაფრისაგან. ჩემთვის ეს არის აი აქსიომა. ამას მტკიცება არ ჭირდება. ჩემთვის. ამას ვიტყვი ნებისმიერ დროს და მე გავყვები ესე. სამყაროში პატრონი არის კაცო და გამოჩნდება ეს პატრონი ჩვენ ერთ დღეს. ბევრს შოკი მოუვა. მოვა. ბიბლია გვეუბნება რომ მოვა ამ დედამიწაზეც. გარდაქმნის ამ დედამიწას. დაამთავრებს ყველაფერს. შეიქმნება ახალი უკვე შექმნელია. და ჩვენ წავალთ იქით, ეგ უფრო ლამაზი არ არის და კარგი. აბა ეს ცხოვრებაა. გვატყუებენ, ყველა გვატყუებს. ვიზდებით უტვინოთ, ვსწავლობთ სისულელეებს. არ გვადგება ეს სწავლა არაფერში. ელემენტარული ხელფასიც კი არ გვაქვს ჩვენი სწავლით ნორმალური. სწავლობ და 200 ლარი. სწავლობ 500 ლარი. უნდა შეეტენო პარლამენტს, იქ არის ცოტა ხელფასები. რა არის ეს ხო? და რა დაავადება ორგანო მოგვტები. დამთავრდა. სად მიდიხარ? ისმის კითხვა, სად მიდივარ? რა, დამთავრდა ცხოვრება, ესაა ცხოვრება? მაშინ გამართლებულია ყველანაირი საქციელი ამა თუ იმ ადამიანისა. ამორალიზმი მოკლედ გამართლებულია რა. თუ სიკვდილის მერე გაქრობა არის, აღარ განმიკითხოთ ქურდები. მოიპარე მაშინ ერთი ცხოვრება და რაც გინდა ქენი ხო? ხო და მე ახლა ღვთის სიტყვიდან გამომდინარე ცხოვრება ამით არ მთავრდება. ცხოვრება იწყება ნამდვილი მერე. ახლა კი აქ მოსამზადებელი არის. ჩვენ ვართ აბიტურიენტები აქ. რელიგიური აბიტურიენტები, ქრისტიანული აბიტურიენტები ვართ და შესასვლელად ვემზადებით. ვინც ამას გაიგებს, ეს ცხოვრებაც მაგარია, ცოდვა დაცემულია, მაგრამ მაინც კარგია და წარმოიდგინე ახლა აღდგენილი რა იქნება. ჩემი სხეული კარგია, მაგრამ ცოდვა დაცემულია და დღითიდღე უჯრედები კვდება და ლპება. და ამას რო შეიცვლება მე განდიდებული სხეულით ერთი სილამაზე ეგა. ხო, აი ეს იმედი და რწმენითა ვარ მე, თორე ისე რა გაგაძლებინეს გინა საქართველოში ცხოვრე, გინა ამერიკაში და გინა ავსტრალიაში. ეს რწმენა წამართვლით და საერთოდ აზრი არ აქვს სად ცხოვრებ. და ამიშვილობა აქვს. მაგრამ ეს რწმენა თუ გაქვს, უკვე სადაც ხარ, იქაც ხარ ნორმალურად და როგორც კი მომენტი მოგეცემა, გადაადგილდები რა. ხო, გადაადგილება გამოწვეული არის რაღაც პრობლემები, მაგრამ სახლი რო იწვის, არ გადაადგილდებით? დაიწვას სახლი. რა, დაჯდებით კაბინეტში? გამოვარდები იქიდან. ინგრევა ქვეყანა ხო? დაჯდები ახლა საქართველოში და იჯდები? დაიჩალა, ჩემოდან წადი რა. რა პრობლემაა ეგა? და წასული კაცი ახლა წარამარა ეტიროდეს ჩემი სამშობლო, ეს არის სისულელე, ხო? მაშინ მე აქ ვერ უნდა ვძლებდე, ახლა ამერიკის კონტინენტზე ვარ აქა. ბავშვობაში არ მიოცნები ამაზე, რო? რაც წარმოიდგენდით, რომ მე და მომიწევდა საქართველოს დავტოვებდი 40 წლის მერე დავტოვებდი საქართველოს, ეს რომ ვინმე სიტყვა მე გამეცინებოდა, როგორი ქართული მაშინ ვიჯექი მე, ხო? ქართული ლიტერატურა, ქართველები და საქართველოს ულამაზესი კუთხე მე სოფლიოში არ მეგონა. ქართულ ფილმებზე, საყვარელი ფილმები მე არ მენახა. ყველა ქართული ფილმი ზეპირად ვიცოდი. ხო, მაგრამ ნახეთ თანდათან უკვე გადმოვედი ისეთ კონტინენტზე, რომ ეს ხანდახან რო დავდივარ, მიკვირს ხოლმე, იცი, ჩვენ აქა ვართ. სულ ყველაფერი ინგლისურში ვარ. ეს ქართველი, როგორც საქათმიდან ქათამს ძლივს გამოაგდებ, დაღამდება საქათმე, აი სამშობლო არის საქათმე მისი. ქართველი არის, აი სამშობლო საქათმეთ იქცა. აი თქვენ ნახავდით იმ ვიდეო ჩანაწერებს, თქვენ ხომ ყოველთვის ახართ ინტერნეტში, ინფორმაცია იცით. აი ქალებზე და კაცებზე. აი გავიდა ქართველების უდიდესი უმრავლესობა. არტირიან. აი რატომ არ გიშვებენ? თუ ატირდები გარეთ, რატომ უნდა გაგიშვას? დედამშვილი სატანჯველად კი არ უნდა გაუშვას საზღვარგარეთ. ბედნიერებისათვის რა. და ისწავლოს რაღაცა, გაეცნოს იმას. მოგზაური მე ქართველი არასოდეს არ ყოფილა. აღმოჩენები ქართველებს არასოდეს არ ქონია, ხო? აი და მოგზაურობა სირთულესთან არის დაკავშირებული და ეს კონტინენტები ქართველებმა კი არ აღმოაჩინეს. ვინ ძირითადად მოგზაური ვინ იყო? პორტუგალიელები, ზღვაოსნები გახსოვთ ალბათ. პორტუგალია, ინგლისელები, ესპანელები, ფრანგები. ეგენი ინაწილებდნენ მსოფლიოს. ეს რა არის? რა ჯანდაბა არის? რისთვის წავიდნენ? საშოვარზე წავიდნენ. აღმოსაჩენად არ წასულან და ადგილის დასამკვიდრებლად არ წასულან, ესე იგი ტერიტორიის გამოსაცვლელად არ წასულან. რა მოხდებოდა ახლა? ქართველი მანდაც იყოს და იყოს რომელიღაც სამხრეთ კონტინენტზეც ქართულ ენაზე სახელმწიფო. როგორც ესპანელებმა აღმოჩენების შედეგად ესპანური ენა ყველგან დათესეს. მიზეზი რა არის ამისი? ახლა დალხინებული ადამიანები მოგეხსენებათ მოგზაურობა არ არის დალხინებული, გაიხსენეთ რა პირობებში იქნა აღმოჩენილი ამერიკის კონტინენტი, ზელანდია, ავსტრალია, ელემენტარული ხო იცით კაცო? რა სახიფათო იყო და მაშინდელი ტექნიკა. აი რა იყო ეს? აი თუ არ ამაღლდი მიწაზე, თუ
თუ არ ამაღლდე ცოტა რაღაცა იმას და თუ სურვილი არ აქვს რაიმეს აღმოაჩენ. ხო და აი ეს ინგლისური ის უფრო ძლიერი იყო, ხო გადიოდა ესპანური, პორტუგალიელებიც კიდე. აი ეს ტილიანი პორტუგალია, ხო რო შეხედავ, ხო სხვათა შორის პორტუგალიური ენაც ერთ-ერთი 4 ადგილზე გადის, აგერ ბრაზილიაში დატოვეს ეგენა, აფრიკაში რამოდენიმე ის ლაპარაკობს პორტუგალურს, თვითონ ევროპაში პორტუგალიური ენა არის გაბატონებული. ამ პორტუგალიელებმაც გვაჯობეს, ვინც რაიმე აღმოაჩინა, იქ თავისი კოლონიები დაცეს, გაავრცელეს. რა დაშავდებოდა ქართველს რომ ესეთი რამე გაეკეთებინა. ჩვენი ბედი ახლა უფრო კარგი არ იქნებოდა? წარმოიდგინეთ რა, რამოდენიმე სახელმწიფო ქართულ ენაზე. რამოდენიმე სახელმწიფო, ხო? აი პატარა თუნდაც ჯუჯა სახელმწიფოები სამხრეთ თქვათ კონტინენტზე, იქით ავსტრალიაში გინგნებათ რაღაცა. გამოკერებული ვართ ერთ ადგილს, მოშორდებიან თუ არა, ამას ყველა ტირის და თმებს იგლიჯავს. ვაიმე, ჩემი სამშობლო. რატო ინგლისელი არ ტირის, როცა მიატოვა ინგლისი და აგერ ბრიტანეთის კოლუმბიაში დაარსა ახალი სენი და ახალი ქალაქები გადმოიტანა. რატო არ ტირის იტალიელი კანადაში? წლობით რო ცხოვრობს ბრაზილიაში იტალიელები. არგენტინაში რო ვნახე. არგენტინაში იტალიელები იყო, იცით რამდენი? არავინ არ იცოდა იტალია სად იყო, მაგრამ იტალიური ენა არავის დავიწყებული არ ქონდა. იტალიური სკოლებით, იტალიური კულინარიით. ჩვენ რა ქონდა ადრე და რაღაც ეხ როგორ სწორდება ის მდგომარეობა, რომელიც ადრე მიგვაჩნდა რაღაც აუტანლად, ხომ? და ქართველი ერის მონანიება ჯერ არ შემდგარა მეთქი, აი რადიოდან, ტელევიზიიდან, რომ დააშავეს მათ ბევრი რამე. აი თუნდაც მარტივი რამ. რუსებთან ურთიერთობა მათ, აი ესეთ ვითარებაში გამოშორება რუსეთისა როგორიც მოხდა, არასწორია, არაეთიკურია. აი დალეწეს ყველა ძეგლები, გინება მასიურად, ტოტალური გინება იყო ქართულ მედია საშუალებებით რუსების მიმართ. ეს ხომ სწორი არ არის. დაშორებაც ხომ უნდა შეიძლებაოდეს კარგად, მაგრამ აქ ქართული ფსიქოლოგია თავისი სიტყვა თქვა. გახსოვთ საქართველოში როგორ შორდება ცოლ-ქმარი ერთმანეთს ომით. მათ არ შეუძლიათ ცივილიზებული წესებით, უმრავლესობას ვლაპარაკობ, გამონაკლისები არ მიიღება, რომ აი ესე ცივილურ დონეზე დავშორდეთ. ომით არის განქორწინება. განქორწინდებიან ქახალზე, დაქორწინებული არიან ფსიქოლოგიურად სიკვდილის კარავდე. არ მოგასვენებს არავინ. რა უბედურებაა ესა? ესეთი დაქორწინება იყო პოლიტიკური ქართველებისა რუსებთან. განქორწინება არ მოხერხდა ნორმალური. განქორწინების შედეგად ერთი ძალიან აღტკინებული ქართველიერი დალეწა ყველაფერი. მთელ მსოფლიოს გააგებინა რომ თურმე 200 წელი იყო მონა, ეს როგორ შეიძლება? სხვა მათქვა შე რატომ იცახი? შენ თქვი არა. და აი რაც დავთესეთ, ეხლა ვიმკით. დაბოღმელი რუსები აქვთ, ისინიც ადამიანები არიან და თანდათან ნაწილები წაიღეს ჩვენი ოსეთის, აფხაზეთის, ძვირფასი ადგილის აფხაზეთი. წაიღეს? ვისი ბრალია? რუსების ბრალია? ჩვენი არაფერი ბრალი არ არის. სად არიან ჩვენი ნაქები კოზმანაშვილები, წერლები? გახსოვთ ლენინის ძეგლს როგორ მოიქცენ? არასოდეს არ დამავიწყდება ეგმე. რომ ეს ინტელიგენტი ხალხი როგორ იყო გამხეცებული ასე ამ ქანდაკებისგან, რა გნერვებს გიშლიდა ქანდაკება? ეს ხომ უკვე ხელოვნების ნაწარმოებია. მოქანდაკემ დადგა ლენინი, არის რეალურად იყო ლენინი. რას გაღიზიანებს ქანდაკება? რამ გამოგაშტერა? რატო ღიზიანდები? ესე იგი იმნაირი ხარ შენ. მოკლედ, სარკე ვის უშლის ნერვებს ხო იცით? მახინჯ ადამიანს. ლამაზ მას სარკეებით აქვს მოჭედილი სახლი. სკაიულის გამოც ყველგან უნდა ჩაიხედოს, მაგრამ მახინჯს სარკეს ნუ გააგონებთ. ის წელიწადში ერთხელაც არ იხედება. ესე იგი, ეგეც ლენინის ძეგლი სარკე ყოფილა. ჩაიხედავდი შენ თავს ხედავდი და სარკეს ამტვრევ. სწორია? დაინახე და გამოასწორი რამე. ლენინის ძეგლი დაიტოვეს თავში და ძეგლები ქუჩიდან აიღეს. ქუჩას ლენინის ქუჩები გადაარქვეს და ნახეთ რა ხდება. ამიტომ ქართველი ერის დიდი შურის ძიება არის ღმერთიდან. ვერ უშველის მაგათ, ვერ ჯვრების ტარება, ვერც ეკლესიაში წაწალი. უფრო და უფრო არეული სიტუაციებია, სუიციდები როგორ მრავლდება. აგერ რა დღეში არის, ხო? თვითქოს მორწმუნე ერი ასეთ ვითარებაში რატომ უნდა იყოს? მორწმუნე არის ყველაფერში უნდა საკეთილდღეოდ მთავდებოდეს, ხომ? მსგავსი რამე საქართველოში ხდება. არის პოლიტიკური შიზოფრენია, არის რელიგიური შიზოფრენია. მესამე ნაწილი არის მოკირქილე ნაწილი. და იქნება ღმერთმა კიდე ახალგაზრდები რომ მოდიან, იქნება რაღაცა გამოჩდეს ეს სინათლე, გამიგე რომ რაღაცნაირად ცნობიერება ამაღლდეს და დაიძლიოს ყველაფერი ის რაც დრო მოჭმულია. ბევრი რამე კი ჩვენ დრო მოჭმული გვაქვს. აი დრო მოჭმულად აზროვნებს ყველა ის ვინც ბიზნესთან მე მოისმინე. აი მედია ობიექტივი ეს გადაცემები რა არის? ეს ახლა პროგრესი არის? ეს წინა ვართ ევროპაა მაგ გადაცემებში? კომუნისტური წყობა მგონია რა. ნამგალი და ურუ აკლიათ ტექსტები, ლექსიკონი, ხალხი, გარეგნობა ყველაფერი არის 60-იან წლები. რა არის კაცო ესა ვინ დაუშვე? რა ევროპაში მიდის ხალხი? ამ ხალხით გინდა ევროპაში შესვლა? ევროპელთან გინდა ითანამშრომლო? ევროპეს გინდა ხარ მუსულმანურში გადავარდით რა. უბრალოდ ქართულად ვლაპარაკობთ, მეტი არაფერი.
რელიგიაც როგორი მუსულმანურია და აკვირდი რა ჯანდაბაა ესა გარეგნობიდან დაწყებული არაფერი ევროპული არა გვაქვს კაცო რა არის ესა ხო რელიგიური დიქტატურა სახეზე არის არჩევანი დაუტოვე ადამიანს რა ნუ შეგაშინებს ნურაფელი თუ ღმერთი სერწმენა არის ადამიანში რა გეშინია რომელი პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს ღმერთი არ უშვებს ამას ამიტომ ვიძახი კარგი ჯერ როგორ იქნება როცა ჯერ დამსჯელად არის მოვლენილი ჩვენ სახელმწიფო სათავეში ვინც მოდის ბიბლიის თანახმად აუცილებლად მოდის იმისათვის რომ ჩვენ შევიგნოთ დანაშაული და ეს უნდა მოხდეს ისევე როგორც მოხდა ბიჭების დახვრეტის სანქცია ქართველმა ერმა დაატო და რაღაც გარკვეული ნაწილი პროტესტსაც ხდებოდა ეგ არ არის ერის უდიდესმა იმან ნაწილმა გაზეთები ავსებული იყო უძახეთ ახლა შეკვეთებით იყო წელი ჩემთან რატო არ მოვიდნენ შეკვეთით რატო მე არ მითხეს დაწერი ამაზე ისა მე ვიტყოდი არა მორჩა ესეც არ იყო ახლა დახჭობა მაგრამ როცა შენ თანამდებობა გაქვს როცა რედაქტორი ხარ როცა პროფესორი ხარ მე მოაწერ ხელს ჯანდაბას თეორიაც გაქვს ნახე იცი რა არის აბა შენ წარმოიდგინე იქ მჯდარიყავი თვითფერნავში მე რა ვიყავი მაინც არა და არის სიტუაციები სადაც გმირობანა ჩვენ არ უნდა ვითამაშოთ და განვუხდოთ სიტუაცია იცით რა არის სიჭკვიანე კიდე გახსოვთ რუსთაველსაც აქვს აფორიზმი და ამას გამოყენებული აქვს აი უდიპლომო საჭიდოდასაც არის ეს აი ჩამოდიო თუ ვაშკაცი ხარო ვარდენი ეუბნება სასიძოს ხომ ჩვენ ბიჭიკოს და ის ხეზია ასული გახსოვს ის რას ეუბნება რუსთაველი პატივცემულო ვარდენ ვაშკაცს სხვა აზრისას გახდა საცა არა ჯობს გაცლას ჯობს კარგისა მამაცისაგან მართლაც რა მაგარი აფორიზმია ხო მამაცი იცის გაეცალოს თუ არა დაკვირდით კარგისა მამაცისაგან ლაჩრისაგან რო ყოფილიყო გაცლა არა მამაცი კაცი რატო ამჯობინებს იმას საცა არა ჯობს გაცლას ჯობს თან მამაცი ხარ ჩვენ სიტუაციაში როგორ მოვიქცევით ეს დამოკიდებულია ჩვენ ფსიქიკაზე და იმ სიტუაციაზე რა სიმძიმის სიტუაციაში აღმოჩნდებით ამიტომ არის მომზადება საჭირო ესე იგი რაღაცა ხდება ამჟამინდელი ჩვენი პიროვნება როგორიც ჩვენა ვართ ახლა ქრისტეს გაცნობამდე ეს არის ცოდვა დაცემული ადამიანი ცოდვა დაცემული ადამიანის გონება არის ცოდვას დაქვემდებარებული და ჩვენ თლიანად ინსტინქტებით დავდივართ ესე იგი უფრო მშვინვერი ადამიანი ვართ ვიდრე სულიერი იმიტომ რომ სული მოკვდა ადამი 60 დღის ბაღში გახსოვთ ალბათ როდესაც სიკვდილი ყდომა დაიწყო და 930 წლის მერე გარდაიცვალა ადამი და მიყვებოდა ევა ამას ხო მაშინ სხვა ეკოსისტემა იყო და ეს იძლეოდა იმის საშუალებას რომ დიდხანს ეცოცხლა ადამიანს მერე ახლა ეკოსისტემის დარღვევის შედეგად და წარღვნის შედეგად და ეხლა მით უმეტეს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირდა ეხლა რა უპირატესობა აქვს ადამიანს ცოდვადაცემულ ადამიანს ქრისტეს რო შეხვდება სწორედ ის მთლიანად იცვლება და ინსტინქტების სამეფოდან გადადის სულიერ ინტელექტუალურ სამეფოში როცა უკვე თქვენ ამა თუ იმ სიტუაციაში ხართ თქვენი ინსტინქტები უკვე გამორიცხეთ უკვე გონება მუშაობს ეგ מחარებს მე ბიბლიაში და სახარებაში და მღვდლის პოტონი და იქით მოდი არა ამ სიტუაციისთვის მე თუ მზად არ ვიყავი და კიდე ერთხელ ჩვენ როცა ქრისტიანად თვლით თავს პატარ-პატარა გამოცდებს ღმერთი გვიტარებს მე არ ვიცი თქვენი მაგრამ ყოველთვის ამ ტესტებს მე ყოველთვის თვალყურს ვადევნებ როგორ დავძლიე თუ არა და ჩემ შინაგანს ყველა შეუძლია თავის შინაგანს ყურადღება მიაქციოს რომ ეს ნამდვილი ყოფიერებაა ცოდვა დაცემული ადამიანისა და ეს დასაძრახი კი არ არის ასეთი ადამიანი და ამის გადალახვა თუ შეიძლება ჩვენი ადამიანური ძალებით ამას ვერ გადავლახავთ იმიტომ რომ ყველა სხვადასხვა გამოვლენა აქვს და თუ თქვენ მაგ ასპექტში გადაახდით მაგამას დარწმუნებული ვარ სხვა ასპექტში შეიძლება თავი დადოთ და კაციშვილმა არის ის როდის რა მოქმედებს ეს იმაზეა დამოკიდებულება როგორ ფიქსირდება რა სიგნალიდან არის შიში აი აღებული თქვენი მიწისძვრამ ეთყობა მაგრა იმოქმედა არის ადამიანი მიწისძვრა არ მოქმედებს მაგრამ გემზე ვერ ადის თვითფერნავში ვერ ადის ვერზილა კაცი ესე იგი ისეთი ლიფტში ვერ შედის კაცი თუ შუგი ჩაქრა ერთი ვიცი გარდაიცვალა გული გაუსხდა ხედავთ მაშინ როდესაც იმას რინგზე არ ეშინო და 10 კაცი რო დასხმოდა თავზე ეს ყველა ვარიანტში მაინც ვერავინ ვერ იტყვის იმას სხვადასხვა უამრავი მილიონი ფორმები არის რომ ეს ინსტინქტი როგორ მუშაობს როცა ქრისტეს შეხვდება ადამიანი ინსტინქტზე ლაპარაკი აღარ არის უკვე ახალი ადამიანი არის და ახალი ადამიანი უკვე ცოდვა დაცემული იქვემდებარებს გონებას პრიმატი ხდება ჩვენი ნებელობაც ასევე ცოდვა დაცემული გაწმენდილია აღდგენილია ურთიერთობა რა ღმერთთან ჩვენ დაბადებული ვართ და ვიბადებით იყო ქრისტიანი ნიშნავს ხარ ახალი ადამიანი თუ ახალი ადამიანის შეგრძნება ჩვენ ვერ დავაფიქსირეთ ჩვენ თავში ვრჩებით ისევ ძველ ადამიანად ხოლო ინფორმაცია გვაქვს ღმერთის შესახებ ამიტომ ჩვენი ცოდვების აღსარება და გამო მივდივართ მღვდელთან ხარ რა ცოდვილი ადამიანი გჭირდება მღვდელი მაგრამ ქრისტე გვეუბნება ამით ვერ გადავრჩებით ჩვენ ესე იგი წყლის ნაყვასა აქვს ადგილი იმიტომ რომ ქრისტემ ეს მოხსნა ეგ პრობლემა და საჭირო არის რწმენის მეშვეობით ჩვენ ავიღოთ ის რაც თქვა იესომ მაღლიდან შობაზე დაბადებაზე რომ მე არ მინდა ვიყო ესეთი ადამიანი რომ ნებისმიერ დროს რა მოვიქცე ისე თქვათ რომ გადავახტე რაღაცა ბავშვი იქნება ეს ცეცხლი გაჩნდეს სახში პირველი მე გავარდე და მე რომ წვენია გამოდივარ მაგრამ
ეს ჩემი ბრალი კი არ არის. ჩემი ცოდვა დაცემული ბუნების ბრალი. მე მცხვენია ამისი. და 9 აპრილს გახსოვთ ალბათ ძალიან ბევრს ეძებდნენ სხვადასხვა ადგილებში. როგორ აღმოჩნდიო მატარებელშიო ერთმა თქვა, მე არ ვიციო. როგორ აღმოჩნდა მიდიოდა მატარებელი რუსეთისკენ. ერთი წნეთში აღმოჩნდა. ძალიან ბევრს უკვირდა ვინ როგორ აღმოჩნდა. შოკი მოქმედებს, ხო? არსებობს ფსიქოლოგიურად ადამიანებს რა ძლიერი რაღაცა მოქმედებს შენზე. ამიტომ უნდა ადამიანმა სანამ რამეს დაიწყებს, ჩვენ მუდმივად ვემზადებით და ღმერთი ყოველთვის ჩვენი მასწავლებელი გწუთნის. თქვენ უნდა დაგაფიქროთ ამ მოვლენამ და დაძლეული უნდა იქნეს თქვენი იმჟამინდელი ყოფილება, რომ და შემდეგ კიდე ჩაგიტარებს წესს ღმერთი. გადაილახება თუ არა და ამჯერად მართლაც თქვენ იფიქრებთ იმაზე, რომ პირველ რიგში როცა ტრაგედია არის, პირველი უსუსური ადამიანს უნდა ვეტაკოთ. უსუსური არის ბავშვი. პირველ რიგში ჩვენ ვარჩენთ ბავშვებს, ქალებს და მერე ჩვენ. საერთოდ ესეა დაკანონებული. ესაა წესები და სწორი წესები ეს. ვინც ამაში ზის, აი ეს არის რომ უკვე იდეალური ტიპია და ხარ. რო გადახტები შენ და ბევრი ჩვენ ვიცით დოკუმენტური ფილმი, მხატვრული ფილმი ჩვენ ბევრი ვიცით რომ როგორ სამარცხვინოთ იქცევა ადამიანი, მაგრამ მე იმად განსხვავებით კი არ დავცინი. ეს ადასტურებს რა არის ცოდვა. ცოდვა დაცემულობა სწორედ ეგ არის ჩემო კარგებო და ამისგან განთავისუფლება ჩვენ არ ძალგვიც ღმერთმა გააკეთა ეგა და მე რატომ ახარებს იცი რომ იესოს არსებობა? ჩემში ყოველნაირი იმის დაძლევის საშუალება არის იესო ქრისტე და ახალი ადამიანის წარმოშობა. ასე რომ როცა მე მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდები, მე ღმერთის დახმარებით დავძლევ ამ სიტუაციას, რათა კეთილი დატოვო და როცა შენ წირავ სიცოცხლეს, ეს აუცილებელია, გაწირვა კი აღარ არის, შენ მეორე სიცოცხლეს ტოვებ იმისათვის რომ იგი გარკვეული თვალსაზრისით უნდა დაძლიოს ის ცოდვილი ყოფილება, თორე ისე ჯოჯოხიჩი წავა. მაგალითად, პავლეს თავდადება გასაგებია. ეს ჩვენ ვტირით ქრისტეს ჯვარზე გაყვრას, მაგრამ მან კაცობრიობა ცოდვისგან გამოისყიდა და სამაგიეროდ აღსდგა კიდევაც. ასე რომ, როცა ჩვენ რაღაცას ვწირავთ თავს, იმაში ცვლილებები უნდა გამოიწვიოს. ისე რა აზრი აქვს ჩვენ თავგანწირვას? არაფერი. და ეხლა ვინ არის დაზღვეული მეგობრებო, ნებისმიერი რაღაც იმისაგან, რა იცით, ხვალ რა ხდება, ზეგ რა ხდება. გამიგე როგორ შევამოწმოთ ჩვენი თავი. აი დაგვირდით 24 საათის განმავლობაში, თვეების განმავლობაში, წლების განმავლობაში პატარ-პატარა ტესტებს გიტარებთ თუ არა ღმერთი. სხვადასხვა სიტუაციაში, თქვა რიგში დგომის დროს, თქვა გინდათ რომ თქვენ შეგხვდეთ ისა თუ სხვა შეგხვდეს, დაუთმობ ვინმეს, თუ მუჯულგუნებს კრავ და შენ აიღებ პირველი შენ შევარდები იქა. პურის რიგში დგარ, პური ცოტა მოვიდა, მაგრამ შენც დაუთმობ სხვას. აი ვინც მოხუცი მოვიდა იქა და გაუბედურებული ბავშვი მოვიდა. დაუთმობ ამას, ავტობუსში დაუთმობ და შენ არ ადგები. პატარ-პატარა ტესტები არის ამისი. და მე ავდივართ უფრო უმაღლესზე. ამიტომ არის ეს ინდივიდუალური ჩვენ რო თქვი და ამის ახსნა მხოლოდ ბიბლია მოგცა. ჩვენ გვეშინია, იმიტომ რომ ცოდვად დაცემული ვართ. და შიში ყოველთვის ემოცია არის და თუ ეს ძლიერი ემოცია ისე მძლავრს რომ გამაშეშებს, დასტური არის იმისა რომ ცოდვაში ვარ, მთლიანად მკვდარი ადამიანი ვარ მე. და ვაი რომ ამ ყოფაში თუ გამომიყვანს ღმერთი, სწორედ ღმერთს უნდა მოუხმოთ. ნებისმიერ სიტუაციაში რო ჩავარდებით, ფიქსირდება რა თქვენი ცოდვილობა, მაშინ გჭირდებათ ღმერთი. აი რა არის ცოდვა და ღმერთი იწყებს მუშაობას. ასე რომ ნებისმიერი სიტუაცია გამოიყენეთ თქვენი სულყოფისათვის, თქვენი წინსვლისათვის. იმიტომ რომ ერთჩვენიერ დღეს ჩვენ მაინც მოგვიწევს, რასაც გაურბივართ იმას შეხვედრას. ყველაფერის მოვლენები სიკვდილთან იყრის თავს. ჩვენ გვეშინია სიკვდილის და არა იმ მოვლენებისა, რომელიც ჩვენ წინ არის. და სიკვდილი მაშინ აღარ შეგაშინებს, როცა უკვე თქვენ ცოდვილობის შეგრძნება აღარ გაქვთ, გადარჩენილი ხართ. მოკვდებით რა იმ სიტუაციაში, სიკვდილი კი არ არის, ეს არის გარდასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში და როცა თქვენ ამას აკეთებთ, რაღაცა კარგი მადლს დატოვებთ და ის შვილი იქნება თუ შვილიშვილი, აუცილებლად კარგ გზას დაადგება. მაშინ აქვს აზრი სიცოცხლის თავდადებას. ისე სანამ ცოდვილი ხარ, არავინ არ გაბედოს უაზროდ თავის მოკლა. არავინ არ გაბედოს, თორე წავდგებით იქა, ტყავი გაგძვრებათ. აი ეს გამოცდები კი ჩავაბაროთ. ჩემი ცხოვრება ყოველთვის არის მზადება სიკვდილისათვის და სიკვდილი ჩემთვის არ არსებობს. მე არ ვიცი თქვენ ცნობიერება, მაგრამ ჩემთვის სიკვდილი არ არსებობს, იმიტომ რომ არის სიცოცხლე. პრობლემა სწორედ ეგ არის, კაცობრიობამ სწორედ ეს პრობლემა რო დასვა, აზროვნება იწყება მანდედან. მოაზროვნე მაშინ ხარ, როცა არ ყვე ვინახარ და საიდან მოდიხარ. საბჭოთა კავშირში თქვენ აღიზარდეთ და გავიზარდეთ და ვისწავლეთ საბჭოურ სივრცეში, სადაც სიკვდილზე ფენომენის სიკვდილზე ლაპარაკი არ შეიძლებოდა და არავის არაფერი არ უწერია. ეგ თემა იგნორირებული იყო. მხოლოდ ამ თემას ხვდებოდით ჩვენ მეზობლების ნათესავების გარდაცვალების დროს და ისეც მივაყურებდით და მივაფუჩეჩებდით. ჩავაგდებდით საფლავში ორმოს დამთავრდა. როგორ? სიკვდილის გვეშინია ჩვენ იმიტომ, რომ ცოდვილი ვართ. ჩვენ სიკვდილი კი არ გვაშინებს. მდგომარეობა გვაშინებს. რა არის ეს? რა მდგომარეობაა? გარკვეულობა აღარ გვაშინებს. მაგალითად, თქვენ გეშინიათ ლექტორის მანამდე, სანამ არ იცნობთ, ხომ? კანკალებთ,
აი მე ნამკაცრია, როგორია, შედიხართ, გამიგე და ვიღაცა, ვინც დაახლოებულია ლექტორთან ძალიან მაღალ დონეზე, ის შედის და გამოდის. გამიგე და როგორც კი თქვენ მოგიხდებათ ურთიერთობა ლექტორთან, შიში გადალახულია. გარკვეულობა გაძლევთ იმას, რომ შიში გადაილახოს. ასევე ჩვენ გვაშინებს ტურისტული მოგზაურობა. ვსწავლობთ თავიდანვე სად მივდივართ, როგორ მივდივართ, როგორი თვითმფრინავით, რომ გავარკვევთ ამას ყველაფერს, შიში გადალახულია. ესე იგი, ჩვენ სიკვდილის გვეშინია, იმიტომ რომ გაურკვეველი მდგომარეობაა ეგ. ჩვენ არ ვიცით რა არის სიკვდილი. ამიტომ ფილოსოფოსებიდან მოყოლებული და ყველაზე კარგად ეს გადაჭრილელი ქრისტიანობაში, ვიდრე ფილოსოფოსებთან. ეს ვერ გადაჭრა ვერც პლატონმა, მიუხედავად იმისა, რა ისეთი კარგი დაწერა დიალოგი ფედონი, ფედროსი, ეს სულის უკვდავებას ეხება მთელი პლატონის შემოქმედება და განსაკუთრებით ფედონი, სადაც სოკრატეს ბოლო პერიოდი აღწერილი და ამტკიცებს სულის უკვდავებას და ვერც ის ფილოსოფოსი ეპიკურე მაგალითად, რომელიც გვეუბნება, რომ იცი რა, სიკვდილის არ უნდა გეშინოდეს, იმიტომ რომ სანამ ჩვენ ვართ, სიკვდილი არ არის, როცა სიკვდილი მოვა, ჩვენ აღარ ვიქნებით. ეპიკურეს აფორიზმი არის. ვერაფერი დამამშვიდებელი ვერ არის ჩემთვის. თავის დროზე მე რო ვიყავი გადამელახა სიკვდილის შიში ფილოსოფოსებით, წყალში ჩამეყარა ყველაფერი ეს. ვერცერთმა ფილოსოფოსმა შიში ვერ მოხსნა ჩემი სიკვდილის მიმართ. სიკვდილი კი მე ყოველ წუთში ვხედავდი. ცდების და ცდების წამისად ვინ არ მოველის სიკვდილსა. ეს რუსთაველის აფორიზმია ისევ. მართლაც მე ვხედავდი ჩემს ირგვლივ სიკვდილს. მოგვიტევთ ახლობელი, მეზობელი, მაშინებდა მე, ხომ? ახალგაზრდა ვარ, 18-14 წლის. მაინც ახლა მე დათვე არ ვიყავი და მაშინაც სიმართლე გითხრა სიამოვნებდა, ვინც გავიგებდით იმას ვიღაცა მოკვდა. თვითონ კუბაში მწოლიარე კაციც მე შიში ზარს მცემდა. ძალიან ისე განვიცდედი. არ მსიამოვნებდა ეგ პროცესი. დავიწყე ამის გადალახვა იმით, რომ დამეწყო შემეცნება და ფილოსოფიასთან სწორედ მაგიტომ მივედი. მართლაც ერთადერთი დარგი არის ფილოსოფია, სადაც ამ საკითხებს არკვევს. მაგრამ ვერაფერი შვება ვერ ვიპოვე მე ამაში. ვერ ვიპოვე მაგალითად. კი, გამიხარდა რომ სულის უკვდავება არის, მაგრამ შიში როგორ უნდა გადავლახო? შიში ვერცერთმა ვერ გადამალახინა. მე თვითონ არ ვიცი რა არის ეს პროცესი. ვერ დამამშვიდა ვერც პლატონმა რომ სული უკვდავია და დამიმტკიცა ლოგიკურად მაღალ დონეზე და ისე რომ გახარებული ვიყავი ის დღე და ის ღამე, всё, თითქოს შემოვიდა ილუზიაში რომ სიკვდილი არ აყვებია პრობლემა, სული უკვდავია. მაგრამ თავს ვიტყუებდი. მე ვერ დამამშვიდა ვერც ეპიკურემ, რომ იცი რა გაშინებს? პირველ პირში ვთქვათ ესე რომ ვილაპარაკოთ, ეპიკურემ ელაპარაკება, რა გაშინებს რეზო სიკვდილი? სანამ შენ ხარ, სიკვდილი არ არის. როცა სიკვდილი მოვა, შენ აღარ იქნები. ეხლა ეს რა არის? ვერ დამამშვიდა ვერც ამან ილუზიაში ყოფნა კი მე არ მინდა. ეხლა როცა მივედი უკვე ისეთ წიგნთან, რომელიც ბიბლია არის, იქ გარკვეულია სიკვდილის პრობლემაც, სიცოცხლის პრობლემაც. პირველი აღმოჩენა, რომელიც მე გამაუცა, ის იყო, რომ ადამიანი არ კვდება. ეს იყო აღმოჩენა. შეიძლება გაგიკვირდეთ. ფილოსოფოსებთან რო ამტკიცებდნენ, რომ ესე იგი უკვდავება არის სულის, ესე იგი ამტკიცებდნენ რას? გადამალახინონ დღევანდელი ყოფიერება ან სტოიციზმით, ან გამძლეობით და პრობლემა არ არის და შევხვდეთ ამ სიკვდილს და სჭირდება ამას, რომ მოიკალი თავი, არ არის პრობლემა. მთელი ხაგავად გიტა, სწორედ ეგ არის. სანამ ომის წინ გავა არჯუნა, სწორედ ამას ეუბნება ის, რომ ეშინია რა, სიკვდილი არ არსებობს, მოკვდება სხეული გამოიცვლება. ეს მე არაფერი ნუგეს არ მაძლებდა. ეხლა მე მაინტერესებს სხეული რო გამოიცვლება, სხეულიც ლამაზი რაღაცაა, კარგია და ქრისტიანობამ პასუხი ყველაფერზე ამაზე გამცა. ესე იგი შიშის პრობლემა ბიბლიაში რო ვიპოვე, რატო გვეშინია ადამიანებს? ხო, აი ცოდვის გამო. პირველი გრძნობა, რომელიც პირველი ადამიანი, რომელსაც შიშის გრძნობა დააფიქსირა, იცით ვინ იყო? ევა და ადამი. მანამდე შიში მათ არ ქონდათ. როდის მოხდა, იცით ეგა? როგორც კი აკრძალული ის დაარღვიეს კანონი, ღმერთი რო უძახვის მათ, ისინი დაიმალნენ. შეეშინდათ. ნახეთ სად მოვიდა შიში? შიში რა ყოფილა? ცოდვის შემოცვლის შედეგად გაცოცხლდა ეს საზიზღარი რამ. ეს არის ყველაზე საშინელება. გადალახეთ ეგ და სამოთხე დამყარებული დედამიწაზე. მაგრამ სანამ ცოდვად დაცემული ადამიანი იქნება დედამიწაზე, ეს არ შეიძლება გადაილახოს, იცით, სხვადასხვა პრეპარატებით. იმიტომ რომ ეს პრედახრანი წელი არის, ესე იგი, ეს არის ერთგვარი რაღაც ისეთი რამ ჩადებული, რომ ამის მეშვეობით შენ თავს რაღაცნაირად კიდე გარკვეულ დრომდე ინახავ, თუ შეიძლება ასე ითქვას. და დროზე ადრე თავს არ იკლავ. ზოგი ამ შიშის გამო ვეღარ უძლებს ამაზე ფიქრს და თავს იკლავს. იმ მოსაზრებით რომ დაისვენებს. მაგრამ ამაოდ დასვენება არ მოხდება. ეხლა ბიბლიაზე, როცა ამ სოფხელობასთან უფრო ახლოს ვარ, თქვენ კითხვაზე, რამდენად მეშინია მე? თუ მე სიკვდილის ამ ეტაპზე მე მეშინია, ფუჭად ყოფილა ჩემი განსწავლება ამ საკითხში და მე შემიძლია ვთქვათ, რომ სხვადასხვა სიტუაციაში თუ აღმოჩნდები მე სადაც დაემუქრება ჩემ სიცოცხლეს ხელყოფა, მე არ უნდა ვიკადრო უკადრებელი ჩემი ბინძური პიროვნების გადასარჩენად. მე უნდა შევხვდე ამას და ამისთვის მზადყოფნაა საჭირო. ეხლა როცა მე ვლაპარაკობ იმას, რომ უკვე ახალი ადამიანი გაცოცხლება სიკვდილის შიშზეც კი რო ვილაპარაკო, ეს უკვე სირცხვილი იქნება სული წმინდისა და შეგინება.
ამიტომ მე სიკვდილის აღარ მეშინია, როგორც გაქრობა, როგორც აღარ არსებობა. ეხლა მაშინებს მე აი რამდენად ვარ მე უკვე ის პიროვნება, რომ წარდგება ღმერთთან. მე ეხლა მაშინებს, წინ წლებში სიტყვა მაშინებს ღმერთთან შეხვედრა. ადრე სიკვდილის მეშინოდა, იმიტომ რომ გაქრობასთან ასოცირდებოდა, აღარ ვიქნები და მაშინებდა არ ყოფნა. რა ვითარება არ ყოფნა, ეხლა არ ყოფნა, მაგრამ საშინელება გიფიქრიათ ამაზე. რა თმინდა, ეხლა არა ვარ, გაქრობა. ეს მთელი სიამოვნებაა ყოფნა. და ეხლა როცა ვგებულობ, რომ ესე იგი, человеку однажды положено умереть, а потом суд, ეს უკვე დამაფიქრებელია. ჩვენ როცა იქნება ერთხელ მოკვდებით და მერე კი სასამართლო. ესე იგი მე მომიწევს ღმერთთან შეხვედრა. მე მზათა ვარ მასთან შესახვედრად, იმიტომ რომ ის კი არ შემაშინებს. ჩემი ცოდვილი ბუნებით იქ უკვე არ შეიძლება წარდგომა. ამიტომ არის საჭირო იესო ქრისტე. მე რწმენა მაქვს იმისი, რომ შიში გადალახულია და 22 ფსალმუნი წაიკითხეთ და ჩემს მაგირავთ დავითიც გაგცემთ. არაფერი საში აღარ არის სიკვდილი. კი, ხანდახან ჩვენ ორგანოც გვაწუხებს. მეც ადამიანი ვარ, მეც თქვენსავით ერთი მასალითა ვარ და არც მე ვარ რკინისა და მეც გული ამიფართხალდება, ამ ფართხალებია კიდევაც. ხან გული აგვიფართხალდება. ეს იმიტომ არის, რომ ჩვენი უკვდავება წინ წლებში ღმერთმა შეაჭანჭყაროს და ნუ ვფიქრობ უკვდაურად და გადახედეთ 24 საათის განმავლობაში რა უკვდავური ლოგიკა გვაქვს ჩვენ. როგორ ვეჩხუბებით ერთმანეთს ყველა წვრილმანზე, როგორ ვტანჯავთ ერთმანეთს სისულელეებზე, როგორ ვწყობთ სისხლს ერთმანეთს. ცოლი იქნება ქმარს, ქმარი იქნება ცოლს, დედა იქნება შვილს, შვილი იქნება დედას. აი ამან უნდა დაგვაფიქროს და არღლის ერთმანეთის შეჭმა ამისათვის იცით, ეს სწორედ არის უკვდავება, ვისაც ახსოვს, რომ იგი მოკვდავია, ბევრ ამისგან თავს იკავებს. მე როცა ვიცი მოკვდავი ვარ, მე აღარ მაღელვებს მთელი რიგი საკითხები. როგორც არის სამშობლოს ვინ დაიპყრობს, ჩემი შვილი ისწავლის თუ არ ისწავლის, შვილი ვის მოიყვანს ცოლად და არა. მე შორ შევას მივცე, მაგრამ ამაზე დღე და ღამე ვიფიქრო, ისწავლეს და ეს არის სისულელე. ეგ რა პრობლემა არის? პრობლემა არის ის ღმერთთან წარდგება და როგორ წარდგება. ამიტომ სანამ დრო არის, სანამ ჩვენ კიდე დრო დაგვჭა, გარკვეული სიცოცხლე იმიტომ გვეძლევა ჩვენ გადავადებაა. ხო, ვინ ცხოვრობს დიდხანს, ეს გადავადებაა სიკვდილისა. როდესაც ჩვენ მზად ვიქნებით, მაშინ გვაგიხმობს ღმერთი. არანაირად ადრე. და თუ ადრე გაგიხმოთ, ესე იგი თქვენ ხელს უშლით სხვას. ხელს უშლი მეორე ადამიანს, მესამეს და აუცილებლად ღმერთი იმას დატოვებს, შენ გაგიყვანს და ტყავსაც გაგაწრობს. იმიტომ რომ ყოფნას რა აზრი აქვს შენსას? რას აკეთებ? ვისად გიხარ? საკუთარ თავს არ ადგიხარ, სხვასაც არ ადგიხარ. ნერვებს უშლი ყველას. მერე ჩვენი მოვალეობა, იცით რა არის, როგორც მოაზროვნე კაცს? მოვალეობა ინფორმაციის გადაცემა იმისა, რაც გავიგეთ. რა გავიგეთ ჩვენ ბიბლიიდან? ჩვენ გავიგეთ ის, რომ სიკვდილი დამარცხებულია. ვინ გაიმარჯვა სიკვდილზე? იესო ქრისტემ. ესე იგი, იესო ქრისტეს სიკვდილის ეშინოდა? არ ეშინოდა, მას უბრალოდ აიღო ცოდვა დაცემულის და გახსოვთ რო იძახის მამაო რატომ იმატოვე მე შენ. ეს ცოდვა დაცემული ადამიანის ბღავილი არის. აი ესე მოკვდება ცოდვა დაცემული ადამიანი, თუ არ მიიღებს იესოს, იგი ღმერთს დაშორდება და ვაი იმას, ვინც მარადისობაში ღმერთს დაშორებული სამუდამოდ იქნება, იგი კი არ მოკვდება, დაიტანჯება. ეს არის ჯოჯოხეთი. ეს არის მუდმივი ყოფნა ღმერთის გარეშე. აგერ ჩვენ ვიგრძენით აქ დედამიწაზე რა საშინელება არის ღმერთის გარეშე ცხოვრება თან ცოდვა დაცემული ადამიანის და თქვენ წარმოიდგინეთ მარადისობაში ღმერთის გარეშე რო იტანჯები. ამის უნდა გეშინოდეს და ეს შიშიც არ არის თვითმიზანი, რომ გინდა თუ არა ეს და ეხლა ამასაკში უკვე ჩვენ ნელ-ნელა ღმერთი ისე გვამზადებს და აკვირდით ემოციებს ჩაგვიკლავს. ყველაზე მეტად ეშინია სიკვდილის ახალგაზრდას. ან კიდე იმდენად თავქარიანია, რომ გაგებაში არ არის რას აკეთებს. მაგალითად ავიღოთ ის ცნობილი ამბავი, რაც მოხდა საქართველოში ამ 2 თვის უკან შეყვარებულები რო გადახტნენ იმ ხიდიდან. ის ახლა უფიქრია იმ ბიჭს რა გააკეთა? იმ გოგოს ხო არ უნდა გადახტომა. რაღაცა საზღვარგარეთიდან მივიდა და რო გაწყდა გახსოვთ ალბათ ესა და დაენარცხნენ იმ ცნობილ ხიდიდან რო გადახტნენ. არანაირად რაღაცეები არ უნდა გამოვცაუდოთ ჩვენი თავი, ჩვენ იმ შემთხვევაში უნდა გავაკეთოთ თუ გაიძლებენ, მაგრამ ფულის სიამოვნების გულისთვის, ზეკაცის დამტკიცებს, ეს არის სუფთად გამოცდას გვიწყობს სატანა. გახსოვთ იგივეს უკეთებდა სატანა იესო ქრისტეს. გახსოვთ რასეუნება კლდის აიყვანა, ხდება უთხრა, გადახტი და ანგელოზებს უბრძანს დაგიყვანს ხელშიო. გააკეთა ეს იესომ, იესობს ყოვლის შემძლე იყო. მას შეეძლო ეს გაეკეთებინა. არ გააკეთა, მან უთხრა, იცი რომ არა გამოსცადო უფალი შენი. სწორი არ არის? ამიტომ როდესაც ადამიანს ეგ გონცდა აქ, იცი გადავხდე, რაღაცა ისენი მინდა, ეს ყველაფერი არის სატანიდან. რატომ? რატომ უნდა წავიდე მაგალითად და სისულელები გავა? რატომ უნდა გადმოხტე რაღაცა 70 წლის ასაკში პარაშუტიდან ხტებიან 70 წლის ხალხი და ეგენი ცოტა ვერ არიან დაალაგებული. იყო ქრისტიანი, ეგ არ ნიშნავს იმას, პასუხისგებელი ხარ სიცოცხლისა. და ეს სიცოცხლე შენ კი არ გეკუთვნის. სიცოცხლე ვინც გვაჩუქა იმისია და ჩვენ მადლობა უნდა უთხრათ იმას, ვინც გვაჩუქა და ჩვენ უნდა წავდგეთ იმასთან ბრთელი. მთელი სიამოვნება წინ გველოდება და ამაზე ვარი თქვათ
შენ იცი რომ წინ გველოდება ძალიან ლამაზი რამე. მე ამ რწმენით ვიღვიძებ და ვწვევი და ეს ცხოვრება სასატანია და არაფერი პრობლემა არ არის. მე ვიცი კანონზომიერება ყველაფერში. პრინციპში ხლა ღვთისწყალობით ყველა ჩემთაგანს ვისაც ვიცნობ. არავინ არ კვდება, აი ხელგაშლილი ქუჩაში არ წევს, მე ვისაც ვიცნობ და პურს არ ითხოვს. ჩემთვის ეს იქნებოდა დამამძიმებელი. აი ქუგინად გულის გახეთქვა, გული გამისკდებოდა პირდაპირ გაგებით, ხო? ნახეთ, მადლობა ღმერთს რომ მე არავის არ ვიცნობ ისეც რომ აი ესეთი რამე იყოს მანდ. მე არავის არ ვიცნობ. მე ვისაც ვიცნობ, მსგავსი რამე არ ჭირს. აუ პირიქით, უფრო მეტი უნდათ, უფრო კაი ცხოვრება უნდა, უფრო ადამიანურ ცხოვრებაზე პრეტენზია აქვს, მაგრამ აი ეს ხელის თქვენ გიფიქრიათ, რა მდგომარეობაა ეგა? ამას განცდაში ვარ უშვებთ ამას. მადლობა ღმერთს უთხარით რომ რა კარგად ახართ შედარებით ხომ? თქვენ საყვარელ გარემოში ხართ. გახვევიათ თავზე მაინც ასე თუ ისე მოსიყვარული ხალხი. ჩვენ იმის მაგერად რომ სიყვარულისთვის ავართ გაჩენილი და ერთმანეთს სიყვარულით ველაპარაკოთ, უფრო და მეტად გაბუტულები ვართ, უფრო ეჭხუბებით, უფრო გაღიზიანებთ. დედა ყავს გვერდზე არ ვაფასებთ, მამა ყავს გვერდზე არ ვაფასებთ. მამა ყავს გვერდზე ვეჭიჭყინებით, დედა მოკვდება და ცრემლებს ჩამოვაგდებთ. ჩვენ იცით რომ მე იქ შევხვდებით? მე რა პასუხს გავცემთ? ამიტომ სანამ ჩვენ ყავს ღმერთმა გაგვაჩინა ჩვენ გარემოში, უნდა ვესიყვარულოთ. თუ გიჟები არიან ჩვენს ირგვლივ, გარემო მიატოვეთ. ხო, დედა თუ ნარკომანია, მამა თუ ყაჩაღი არის და შენ ჭკვიანი ხარ, მოშორება საჭირო და არა კონფლიქტში შესვლა. შეძლებს დაგორათ ღმერთი ამას გააკეთებს ხომ? და ჩვენ ახლა ეს გაანალიზებული გვაქვს ყველა ეს ვითარებები, ყველაფერი ამ საკითხებს ვიხილავ ჩვენ ბიბლიიდან. ახლა ადამიანური და ჩემთან ადამიანური ყველაფერი არაფერი მეუცხოვება. ახლა მე ვერ დავდებ თავს, ახლა ამ წუთში რა კი ღარ მეშინა, იცი, აბა თოპი მოიკალე. არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ აღარ უყურებ ისე პანიკიურად ამ საკითხს ადრე რო უყურებდი. აი პანიკიურად, მაგალითად, თქვა თვითმფრინავში ვიყავი, მე აქ იყო რაღაც ხანძარი. არა, ჩემში პანიკა აღარ იყო. მიყურებდნენ, მე გადამდები იყო, ყველაზე თვითმფრინავშიც რო იყო, მე შემხედეს, კარგად ვარ, ყველა დაწყნარდა. რამხელა პასუხისგებლობა. მე რო დავპანიკდებულიყავი, ყველა დაპანიკდებოდა. მე გადამხედეს იქ თვითმფრინავში, გლუდი და გავიხსენი, მომიტანები ჭამოცვათ, ხალხ პანიკ მოიხსნა სტრესით შემახლობლებს, ვინც იჯდა თვითმფრინავში. სახლი იყო და რაღაცა სართულზე ცეცხლი გაჩნდა, არაფერი პანიკა, აბა, წყნარად შვიდად, არაფერი არ არის. პანიკა არ იყოს. ვერ ვიტან ადამიანს პანიკიორი რო არის. იმის მაგალითად რომ ჩვენ ამაში დავიხარჯოთ, 1000 სისულელებით ვართ დაკავებული. სატანა მაგრა აქტიურობს, წუთისოფელი ხო მაგის აქ ჩაბარებული და ყველანაირად ცდილობს ღმერთს დაგვაშოროს. პირველად რაც გააკეთა მან, ბოლომდე მაგას აკეთებს. პირველად გახსოვთ რა გააკეთა? ადამსა და ევას რა გაუკეთა? გამოსტაცა ღმერთს. აი ეს ორი ადამიანი და მას მერე კაცობრიობა სატანასთან არის. იესო მაინც ჩამოყვა ამას. გამოისყიდა ცოდვა და ეხლა ძალას ხო არ იხმარს, გვეუბნება. პრობლემა აღარ არის, სიკვდილი დამარცხებულია, ყველაფერი აღდგება, მოითმინეთ, დამელოდეთ რწმენაში და იმუშავეთ. ერთმანეთი შეიყვარეთ, ამით დაამტკიცებთ რომ მე გიყვარვართ და დამელოდეთ. ამ დედამიწასაც გარდავქმნი 1000 წელიც აქაც იბატონებს, ახალ ცაზე და ახალ დედამიწაზე ჩვენ გადავალთ. ასე რომ სამშობლოს სიყვარულზე როცა არის ლაპარაკი, მე მიყვარს ჩემი სამშობლო, მაგრამ არა ის, რომელიც დასაწვავათაა განწირული. არამედ ის, რომელიც მარადიულად არის შენახული ჩემთვის. მე მიყვარს სამშობლო, თქვენ გიყვართ სამშობლო. ჩემი სამშობლო არის ახალი ცა და ახალი დედამიწა, რომელიც სახარებაში არის. უსამშობლო კაცი არ არსებობს. არა, ის რასაც სატანის მიერ შემოთავაზებული გთავაზობენ და ეწირებიან და ბევრი შეეწირა სამშობლოს, ეს სატანიდან არის. ეს დედამიწა დაიწვება. ჩვენ სამშობლო უნდა გვიყვარდეს, მაგრამ სამშობლოს ნაცვალი, რომელიც დედამიწაზეა, ის კი არ უნდა გვიყვარდეს, უნდა ვცხოვრობდეთ მასში დროებით და კეთილსინდისიერად და დროებით მოვიხადოთ ვალი. აქ კიდე დარღვეულია ყველაფერი. შეყვარებული არის ჩვენი მიწიერი სამშობლო, ეს არის მარადიული რამ, ჩვენ კიდე ვეწირებით მას და არავინ არ იცის რომ დაიწვება დედამიწა. ასე რომ აი ბევრი რამეა სამუშაო, ვიცით? ბევრი რამე უნდა ამოტრიალდეს ღირებულებები და სწორი ხედვა, იმის სწორი ხედვა რომ ჩვენ აქ დედამიწაზე რო ვცხოვრობთ, ერთმანეთის დასაჭმელად კი არა ვართ. ბავშვობაში რო უყურებთ, იცით, რაზე გქონდა მეზობლებს ჩხუბი, იცით? და ყოველთვის ფიქრობთ, აი, ერთი მტკავილა მიწა თქვა გადაიტანა იმან. გაუთავებელი ჩხუბი იყო. მერე ღობის ძირში დარგო თუთა და თვითონ ჭამს და ამას არაჭმევს. მუდმივი ჩხუბი იყო და ესეთი, ეს მიწა ჩემია, ერთი ეუბნება, არა ჩემი კი არა შენ. ორივე გარდაიცვალა. მიწა ისე დგას. ორივე წავიდა. ორივე მიწის ქვეშ ამოიდო. საინტერესოა, სული კი მოგეხსენებათ ახლა სამშვენელი ადამიანს მიწაში არ აყავს. მიწაში მიდის მატერიალური, ქიმიური ელემენტები 16, რომელიც ფიზიოლოგიაში ეს მიწაში ის მესმიდის, მაგრამ სხეულიდან გამოდის სამშვენელი. ის აღარ აჩანს. მაგრამ ეს ანიშნავს, რომ ის აღარ არის და ჩვენ ვფლავთ სწორედ ენტროპირებულ სხეულს, რომელიც ლპება, გაიხსნება
და 25 წლის მერე მიწად იქცევა. აი დაიფერფლება. მაგრამ ადამიანის საწავიდა. სასაფლაოზია? როგორ? ფილოსოფოსების მტკიცებით ხო ვიცით რომ სული და სამშვენელი უკვდავია. დავანებოთ თავი ქრისტეს. ქრისტემ კითხვა, გარდაცვლის მომენტალურად გარდაიცვლები თუ რა წარდგები ღმერთთან. როგორც კი კვდები, ღმერთთან წარდგები. და რო წარდგები, მთელი შენი ცხოვრება, მთელი აი რაც გაატარე ბავშვობიდან დღემდე, ითხრება აბა რაში გამოადექი ვინმეს. აი რა გააკეთე შენი რისთვის გაჩნდი? საზრისი რა არის? რა არის საზრისი ჩვენი გაჩენისა? აი კითხვა და დასავლური ლიტერატურა მე მადლობა დასავლეთს რო არსებობს, იმიტომ რომ დასავლეთი იყო რომელიც აზროვნებდა ამ თემებზე. ჩვენთან ჩრდილოეთ აღმოსავლეთში ეს თემები დახურული იყო ტაბუდადებული და ეხლაც ტაბუდადებული არის. ამაზე ფიქრი როგორ შეიძლება? ამაზე როგორ შეიძლება თუნდაც ყველა იძახის რუსთაველის იმას აღიარებს გენიოსობას და რუსთაველს მაინც მიაკითხეთ ჩემოკარგებო. როგორ აყალიბებს ავთადილის ანდრეჩის სიკვდილის სიცოცხლის ფილოსოფიას რუსთაველი. მე როგორ გვეუბნება რომ მუდმივად უნდა გახსოვდეს სიკვდილი. მუდმივად ყურის აექვეა. ნებისმიერ დროს შეიძლება ჩვენი გასვლა. და რა არის ეს? რა მოვლენა არის სიკვდილი? რა პროცესი არის? ახალგაზრდას თავისი ფიზიოლოგიიდან უჭირს სულისა და სამშვენელის გამოსვლა სხეულიდან. ინატრეთ რომ გარდაიცვალოთ ნეტარ მოხუცებულობაში. ემოციების სუჩამკვდარია, ენერგიები საერთოდ არ არის და თქვენი სიკვდილი როგორ იქნება, იცი? აბსოლუტურად ანესთეზირებული. თქვენი გარდაცვალება იქნება ანესთეზირებული. აი ამდენად ვინც მიაღწევს 80, 85, 90, აი ამას ტკივილი არ აქვს. ახალგაზრდას კი აქვს. ამიტომ არის რომ ყველაზე მეტად ტირიან ახალგაზრდას და მოხუცს არა, როგორ ინსტინქტებში როგორ არის ჩადებული. თორემ საშინელი მტკივნეული პროცესია, სულ ხორცის გაყრის პროცესი. ჩვენთან თვალთახედვით გრძელდება რაღაცა წამები, მაგრამ აი ის ვინც ამას განიცდის საუკუნეები. და ეგეც ტანჯვის ერთ-ერთი ფორმად შეიძლება ჩაითვალოს და გაწმენდის ღმერთი ესე მუშაობს. და მე კი რომ გამოდის იქიდან თავისუფლება სხეულიდან, ენტროპირებული სხეულიდან გამოსვლა ეს თავისუფლებაა, მაგრამ თავისუფლების გადასვლა ახალ ყოფიერებაში და ახალი სხეულის მოლოდინში, სადაც უკვე ენტროპია აღარ ბატონობს. ეს არის საშიში რომ ენტროპია რო აღარ ბატონობს სხეულზე, ეს სხეული თუ ღმერთთან არ იქნა, აბა ჯოჯოხეთი რა ყოფილა? ჯოჯოხეთი არის ადგილი, სადაც ღმერთის ენება აღარ არის. ინტელექტი აღარ არის, მადლი აღარ არის. ეს ქრისტემ დაადასტურა ჯოჯოხეთის არსებობა. ჯოჯოხეთის არსებობა ქრისტემ დაადასტურა სახარება გადაშალეთ და მაღალ დონეზე წაიკითხეთ 21 თავი ლუკადან, შემდეგ 24 თავი მათედან, ერთ ეგივე სინოპტიკური გადახედეთ, ნახეთ თუ არ არის ჯოჯოხეთი. პავლეს წერილები გადახედეთ. ძველ აღთქმაში ნახეთ არის თუ არა ჯოჯოხეთი? არის. ჯოჯოხეთი ისეთივე რეალური მოვლენა, ის რეალური ადგილი, როგორიც არის მაგალითად თქვენ ცნობიერებაში, ხა ამერიკის შეერთებული შტატები, ან ტორონტო. ძალიან ბევრი გადაუდგა სწორედ ღმერთს იმიტომ და სხვადასხვა დენომინაციებს ებღაუჭებიან, ესე იგი ყურის მაამებლებ მოძღვრებს რო ირჩევენ, ზღაპრებს, იგავებს. იმით სწორედ მაგიტომ რომ ეგ მუხლი, ეგ ნაწილები ბიბლიაში არ მოსწონთ. სასტიკი, დაუნდობელი ძველი აღთქმის ღმერთი ამ დროს ვერან ვერ ხვდება ღმერთი არ არის სასტიკი და არანაირად რაც ქმნის იმას. მოკლედ ღმერთი არ არის ის მხატვარი, რომელსაც არ მოეწონა თავისი ნახატი და დახია და ხელახლა დაიწყო ახლის. ღმერთი აი ესეთ რამეს არ აკეთებს. ის არასოდეს არ ცდება. დაამატეთ ატრიბუტებს. არა მარტო მოსიყვარული არის, აბსოლუტური სიყვარული არის, აბსოლუტური სიკეთე არის, აბსოლუტური სამართლიანია, აბსოლუტური ამოუწურავი სიბრძნე არის. აბსოლუტურად ყოვლის შემძლე არის. აბსოლუტური ხო იცით რა არის? ეს მაგას ვერ გაიაზრებ რა არის? ამოუწურავი არის სიბრძნე. ეს ხუთი ძირითადი ატრიბუტია ღმერთის თვისებისა იმ უამრავ ატრიბუტებთან შედარებით, რომელიც არის თეოლოგიურ იმებში მიმობნეული. ეს სპეციალურად უნდა ჩაუჯდეთ და ეს საკითხები ამოწეროთ. ეხლა დაუბრუნდეთ იმ კითხვას და არ დავიმშვიდოთ თავი იმით, ჩვენი ლოგიკური ოპერაციებით ეს სატანას შემოაქვს, რომ იცით რა არის? მაინც იცი ღმერთი როგორ დაუშვებს და ადამიანური განზომილებებით, ადამიანური ჩვენი კატეგორიებით არ მიუდგეთ ღმერთს. ადამიანი რო ფიქრობს, ისე ღმერთი არ ფიქრობს. ეგ ბიბლიაშიც წერია. ის არ ფიქრობს ისეთნაირად. ის აისე არ აფასებს მოვლენებს, როგორც ჩვენ ვაფასებთ. ჩვენ ჩვენი ადამიანური კატეგორიით უყენებთ ღმერთს და ესეთი შედარება ხდება. თქვენ რა თქმა უნდა არ დაუშვებთ, რომ თქვენი შვილი ჯოჯოხიში წავიდეს, დედა ხარ, გამიგეთ და ეს გადაგაგთ ღმერთზე. თქვენ მოსიყვარულე დედა რო ხართ, არაფერს ცუდს თქვენი შვილისთვის არ დაუშვებთ. რაც არ უნდა ჩაიდინოს, თქვენ მაინც თქვენი შვილი თქვენთან იქნება. ღმერთი ესე არაზრუნებს. რაც არ უნდა ჩაიდინოს, ღმერთი უყურე რა არის? მე შენ არ გაშვებინებ ამას. მე გეუბნები წინ და წინ ღმერთი გელაპარაკება რომ შენ რასაც ჩაიდენ, ეს შენი პრობლემა არის. მე კი არ გიწყობ ხელს იმაში რომ შენ რამე ჩაიდენო. მე გეუბნები რომ შენი ამჟამინდელი მდგომარეობა არის ცოდვად დაცემული ადამიანის მდგომარეობა და მე ამისთვის გავაკეთე ის რომ ძე გამოვაგზავნე, გამიგე და ამას უნდა გამოყვე. თუ შენ ამას არ გამოყვები, ჩემთან ვერ მოხვალ. თუ ჩემთან ვერ მოხვალ, წახვალ ჯოჯოხეთში. ღმერთმა გაგიშვა?
ამიტომ რა არის შესასრულებელი დაუჯეროთ ღმერთს ამ საკითხში. გაყევი ღმერთს და ჯოჯოხეთში აღარ მოხვდები. და ადამიანის თავისუფლება ღმერთის მიერ არის დატოვებული და ადამიანი თვითონ ირჩევს ჯოჯოხეთში წავიდეს თუ სამოთხეში. ძალდატანებას კი ღმერთიდან არ აქვს ადგილი. არ შეიძლება ძალით კაცი სამოთხეში შეიყვანო. ყველაფერს კი აკეთებს ამისათვის, რომ იქ ადამიანი არ მოხვდეს. ათასნაირ რაღაცას შეგამთხოვებს, გაჭირვებას, იმას რომ დაგაფიქროს, შემოვიდეს. ბოლომდე აი სულთ მობრძაობის დროც რო იქნება, გააყრეს, აი იქაც კი შეიძლება შემოვიდეს, კიდევ ერთხელ დაგელაპარაკოს. და თუ ბოლომდე არ სეტყვი, რა გააკეთოს იმან? გამორიცხეთ ეგ. ასე რომ ადამიანი თვითონ ირჩევს ჯოჯოხეთს და არავინ ჯოჯოხეთში არ დაადანაშაულებს ღმერთს, რატომ მოხდა იქ. ყველას ყველაფერი ეცოდინება. ამიტომ არის აქ სამუშაო. ჩვენ აქ უნდა ვიმუშაოთ. სწორი შეხედულებები. ჩვენ განვიკითხებით, არა ჩვენი რაღაცა ჰუმანიზმითა და სიკეთეებით. ჩვენ როგორი რწმენის ისა გვაქვს, აი დოზა, დონე, ქრისტესი, რა გააკეთა მან ჩვენთვის და როგორი სიყვარულით აგვავსებს ის. გააგრძელეთ ცხოვრებამ და ნუ შეგაშინებს ის, რომ 5 შვილიდან ან 12 შვილიდან, იცით რა, 2 რატო უნდა გავიდეს იქა და 3. თქვენ ახლა მშობლის კატეგორიით იაზრონეთ და გეთანხმებით. ღმერთი არ არის მშობელი? მატერიალური გაგებით ის მშობელი არ არის, ის არის შემქმნელი. და შემქმნელი ნიშნავს არა თავისი საშოდან გამოღებული ადამიანს. გახსოვთ როგორ შეიქმნა ადამი? კოპულაციის შედეგად კი არ შეიქმნა ადამი. ადამი შეიქმნა მიწისაგან. მიწისგან მოზელილი, აიღო მიწა, ის 16. აი ჩვენი მასალა არის დედამიწა. გამოყენებული არის და ტრანსფორმირებული არის. ეს ადამა ხმანდედან არის ხო მიწიდან, წითელი მიწიდან აღებული. მერე სული შთაბერილი. ესე იგი არ მოხდა მან ჩვეულებრივი, აი ესეთი სექსუალური გზით სიცოცხლის წარმოშობა. როგორ შეიქმნა ევა? ევა შეიქმნა მასალად გამოყენებულია უკვე არა უშუალოდ მიწა, არამედ უკვე სხეული ერთი ნაწილი ადამისა, ნეკნი. ნეკნიდან ამოღებული და უცნაურია. ესეც სასწაული. სასწაული ამას ვერ ახსნეს ვერანაირი გონება, ასე იქნება განსხვავებული სქესი და ეს ორი ადამიანის ურთიერთობას ქვია ჰარმონიული ურთიერთობა მამრისა და მდედრისა. აი გამრავლების საწყისი არის მამრისა და მდედრის მეშვეობით. ისინი რო გამრავლებულნი იყვნენ სამოთხის ბაღში, ეს ამ პროცესს აღარ ვიპარაკებ. სამოთხის ბაღში მოხდა შეცდომა და ამ შეცდომის გამოსწორებას 5000 წელი ელოდა კაცობრიობა იესო ქრისტე სანამ ჩამოვიდა. მე პირობითად ვიძახი 5000, არანაირად მილიონი წლები და რაღაცა. ეს სისულელე. მილიარდი და მილიარდი წლები ესე დარვინის ვინც გადაგებს იმას დაუთმოთ. ჩვენ 5000 წელი დაამატეთ ამას კიდე 2000 ქრისტეს მერე 7000 წელია, რაც აი ჩვენ სამოთხის ბაღიდან გამოვიდა ჩვენი წინაპრები და ჩვენ მოვიაზრებოდით მათ. მაგრამ ეს არ არის პრობლემა. პრობლემა ის არის, რომ აქ სასიხარულო ამბავიც მოვიდა. სასიხარულო ამბავი მოვიდა კერძოდ იმისა, რომ გადარჩენილები ვართ ჩვენ. ესე იგი ღმერთთან აღდგენილი ურთიერთობა არის ამ ეტაპზე გადარჩენა და მერე სიკვდილია დამარცხებული. რო ქრისტე არ გაკრულიყო ჯვარზე და არ მოსულიყო, ჩვენ დამთავრებულია ჩვენ გავაგრძელებდით ცხოვრებას ღმერთის გარეშე ჯოჯოხეთში. ბედნიერება არის ღმერთთან ურთიერთობა და არა ღმერთის გარეშე, ხომ? მერე ჩვენ არ ვიქნებით დაქვემდებარებული ენტროპიას და ენტროპია ეს ფიზიკის ის არის ხო თერმოდინამიკის მეორე კანონის თანახმად აბსოლუტურად ყველაფერი იმდენად უნივერსალური ეს კანონი, რომ ყველაფერი ექვემდებარება განადგურებას, დაშლას. ენტროპია ეს არის. ამას ვერამ ვერ შეაჩერებს. პირველი კანონი გახსოვთ ალბათ ენერგიის შენახვისა და გარდაქმნის კანონი არის, ხო? და ფიზიკითაც რომ მიუდგეთ თელ რიგ საკითხებს, აუცილებლად მივალთ იქამდე რომ რა თქმა უნდა ადამიანი სული უკვდავია. მაგრამ ეს მე არ მაკმაყოფილებ და ადრე გითხარით და გამახარა იმან რომ აღდგომა არის. ესე იგი აღდგომა ნიშნავს იმას, ჩემი სხეულით უნდა ავსდგე და ჩემი ცნობიერება უფრო მაღალ რანგში უნდა ავიდეს. მე მაინტერესებს ყველაფრის გაგება. ამ ეტაპზე მე შეზღუდული გონება მაქვს და ბევრ ამას ვერ ვგებულობ. მე დაბრკოლებები მაქვს უამრავი. მე მჭირდება კარების გაღება, გასაღებით. მაშინ აღარაფერი აღარ დაგჭირდება ჩვენ. იესო ქრისტე გახსოვთ როგორ შევიდა დაკეტილში? აი ოცნება, აი ფანტასტიკა, მაგრამ რეალიზმი ქრისტიანობის თანახმად. სწორედ ამიტომ შექმნა ღმერთმა და უნდა გვიხაროდეს ეს. რაც შეეხება კიდე დედა, მამა, დედმამიშვილობა, ეს პირობითი ცნება არის დედამიწაზე და ამაში ობიექტივობა არ არის სწორი. ჩვენ არ უნდა გვაღელვებდეს ვინცაც წავა, როგორ წავა. ჩვენი მოვალეობაა უთხრათ, არ წავიდეს, ჩვენ ხელი არ შეუწყოთ ჩვენ შვილის, ჩვენ ახლობელი ჯოჯოხეთში დასასრულად. დანარჩენი თვითონ აარჩიოს. მაგრამ ის რომ ჩვენ ღმერთთან აღმოჩნდებით და გავიხედავთ და ჩვენი შვილები არ იქნებიან, ეს ტანჯვას არ მოგვაყენებს. გამორიცხეთ ეგა. იმიტომ იქ ნეტარება არის. თუ რატო აკეთებს ამას ღმერთი? მოდი დაუტოვოთ, ნანა, ღმერთს. მე არ ვიცი ბევრი რამე. იმიტომ რომ ღმერთი არის აბსოლუტური სიბრძნე, მე ვარ შეზღუდული. რა დონეზედაც განვიცხადებს ვიცი. ერთი კი ვიცი, რომ ის არის აბსოლუტური სიკეთე. ესე იგი, რასაც აკეთებს, ყველაფერი სიკეთე არის. ჯოჯოხეთში წავა კაცი? სიკეთე არის ეგ.
და შენ არ გეუნება იქ წადიო. ამიტომ ჩვენი მოვალეობა დედამიწაზე იცით რა არის? კაცი ევანგელიზაცია. შენ ახლობლებთან, შვილთან. ჩიჩინი კი არა და პიპინი. ტვინის ამოჭმა კი არა. დაშინებები კი არა. შენი ცხოვრების წესებით რო დაინახავს, შენც რო სიყვარული გაქვს, შენ რო საუბრობ, ყოველდღიურ საუბარში, ჩვენ 24 საათის განმავლობაში სისულელეებით გვაქვს პირი გამოსებული. და 1-20 წუთი შეიძლება დაუთმოთ ამ თემას, ოჯახში საუბარი მიდიოდეს. აი როგორც თქვენ ახლა დააყენეთ სიკვდილის სიცოცხლის თემა, აბა რა დონის ინფორმაციას ფლობს ოჯახის წევრები ამასთან? ან თქვენ თუ ხართ, ვინ არის ოჯახში ავტორიტეტი? ვინც ოჯახში ავტორიტეტი იმან ილაპარაკოს ამაზე. მოусმინოს სხვა ინფორმაცია შევა და მე არჩევანს თვითონ გააკეთებს. გავა ცხოვრება და დარწმუნებული ვარ ღმერთი ყველას ელოდება ბოლომდე. არავის, ესე აი უდროოდ, ესეთი გამოთქმა არის. ვაიმე უდროოდ გარდაიცვალა. არა, ესეთი რამე არ არსებობს. ყველა თავის დროზე გარდაიცვლება. ეს ჩვენ უყურებთ. ღმერთის თვალიდან შეხედეთ, არავინ თუ უდროოდ გარდაიცვალა, დაღუპულა ეს კაცი. დაღუპულა. არავინ, ყველას თავისი დრო აქვს და ყველა მიდის თავის დროზე. ეს დრო ამოწურულია და ღმერთმა იცის რომ აქ უკვე შენ არაფერი გესაქმები. თუ ღმერთი დაუშვებდა იმას რომ მე გამოსწორება შემიძლია ერთი დღით და შენ გლავ, მაშინ ბოროტება ხარ. აბსოლუტური სიკეთე იმის სიკეთეა რომ მან ყველაფერი იცის წინ და წინ და რამდენს გვეფერება და გველოლიავება. მე გამაკვირდა ღმერთის ისეთი გულმოწყალებამ. აი დღეს რო იჩენს პლანეტაზე. დღეს იცით ღმერთის პოზიციიდან კი ადამიანი ბომბა შეიძლება ესრულო დედამიწას. რა ხდება, ნუ? თელესი საგიჟეთი არის დღეს დედამიწა. აღარაფერი საინტერესო ადამიანური აღარ არის. ყველაფერი არის გაუკუღმართებული. გაუკუღმართებულია ყველანაირი ურთიერთობები. აი უაზრო თავისუფლებები. მე ასეთი დონის ათეიზმი. დღეს რო პლანეტამ მოიცვა, ისტორიას არ ახსოვს. თან კიდე უცნაური ის არის, ფორმალურად ყველა რელიგიის ის არის. გადახედეთ ენციკლოპედიად ნახეთ. ქვეყანას ვერ ნახავთ ათეისტურს უკვე. 1-2-ის გარდა. ყველა არის, აი ამდენი პროცენტი ქრისტიანი, მუსულმანი. მოკლედ, ყველა სახელმწიფო არის რაღაც ღმერთის მიმდევარი. არ არის ფანტასტიკა? ამ დროს ჩვენ ვიცით რომ ყველა არის ღმერთის უარმყოფელი. ცოცხალი ღმერთის უარმყოფელი ხარ რა შენ? ხარ ათეისტი. რადგან ახლა ბუდა გადაგარჩენს თუ კრიშნა და კაბალა და მართლმადიდებლობა და კათოლიციზმი და სამშობლო სიყვარული, ეს არის ყველაფერი სისულელე. რაც ქრისტესთან არ იყრის თავს, ყველაფერი არის სუროგატი. ერთადერთი ვიცი ცოცხალი რაც არის იესო და იესო კარგად არის გადმოცემული მისი პორტრეტი მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე. აი ამის კარგი შესწავლა. მე არა მარტო მათ ძველ აღთქმაში არის მისი სახეები. ძველი აღთქმის შესწავლა. ქართველებმა ბიბლია გონიათ რა შემაცემთ რა ახალი აღთქმა. დავიწყდებთ რომ ბიბლია არის 66 წიგნი. ეს უნდა იცოდეთ ძალიან კარგად. იქ არის ინფორმაცია ჩემზე, შენზე, თქვენზე. იქ არის ინფორმაცია სახელმწიფოებზე, იქ არის ინფორმაცია ომებზე, იქ არის ტანჯვაზე, სიკვდილზე. ყველაფერზე იქ ინფორმაცია არის სიცოცხლეზე და იქ არის საერთოდ გამარჯვება. ბოლო წიგნი ცირითი მთავრდება ახალი ცა და ახალი დედამიწა. ძველი აღარ არის. და იმ ახალ ცაზე და ახალ დედამიწაზე სიკვდილი აღარ არის. აღარ არის სიბერე. მაგარი რამეა რა, 21-22 თავი აპოკალიფსი წაიკითხეთ და პირველი 2 თავი შესაქმე. დანარჩენი ცოდვას აქვს დათმობილი. ნახეთ, ბედნიერებას ბიბლიაში აქვს 2 თავი, 4. ძველ აღთქმაში პირველი 2 თავი, ახალ აღთქმაში ბოლო აპოკალიფსის 2 თავი. დანარჩენი არის ცოდვის ისტორია. და ყველაზე ცოტა წერია ბედნიერებას. ყველაზე ცოტა 2 თავი არის. ნეტარება არის 64-ის ბაღში, პირველი წყვილი და ახალისა და ახალ დედამიწაზე რა კარგ სურათებს ხატავს, როცა მაცხოვარი ხილვებს აი კუნძულზე აჩვენებს ამ იოანე ღვთისმეტყველს, ხომ? იოანე სახარება ცნობილი არის და მისი აპოკალიფსი კიდე და მისი 3 წერილი. ჩვენ აი ამან დაგვაფიქროს და სხვა დანარჩენი გაშლილი რო არის, ეხლა რო ვართ ჩვენ ამ ესეთი ის რომ მიდის ეს გაშლილი დროში ეს ცოდვა რა ორომტრიალი არის და რა ხდება, ხო? მესამე თავიდან ვიდრე მე-19 თავის ჩათვლით ახალი აღთქმა. მესამე თავი ესე იგი ძველი აღთქმა, იქიდან მოყოლებული. გადახედეთ რამხელა ის არის ორომტრიალი აღწერილი. ასე რომ თქვენ გჯეროდეთ იმისა, რომ აი ის რაც აღწერილია ბიბლიის ბოლო ფურცლებში, ეს აუცილებლად შესრულდება. რა გადარდებთ ახლა ვინ ჯოჯოხეთში წავა, ვინ რა პრობლემა? თქვენი თავი უნდა გადარდებდეს. არ იფიქროთ სხვა რაღაცებზე, იფიქრეთ სულის ხსნაზე, იმიტომ რომ თქვენ რომ გაჩდით დედისა და მამის სექსუალური ურთიერთობის შედეგად დაიბადე. სიცოცხლე დედაშენს და მამაშენს შენთვის არ მოუცია. სიცოცხლე მოგცა ღმერთმა. ესე იგი მონაწილეობდა მათ 2 ადამიანი, დედრი და მამრი, მაგრამ ის, რომელმაც სული შთაბერა, ის არ ჩანდა. ეს გავს სწორედ სამყაროს გარიჟრაზე ადამიანის წარმოშობას. როგორ იქნება იქ ადამიანი? მიწიდან აღებული, ჩვენ არ ვიცით ხელი გაიწოდა, არაფერი არ ვიცით ჩვენ ამის შესახებ. ერთი ვიცი რომ ადამიანი 5 თვისა არ იყო, 3 თვისა არ იყო, დადასრულებული ადამი წამოიმართა ფეხზე. ძალიან მაგარი სურათები აღწერილი და
როდესაც ახალი სიცოცხლე შემოდის, ახლა უკვე ცოდვადაცემულ სამყაროში, ორი ცოდვილი ადამიანი მამრი და მდედრი ხვდება ერთმანეთს და გამრავლება ღმერთიდან მოდის და უჩუმრად მესამეც მონაწილეობს. მესამე სწორედ ღმერთია, რომელიც არ ჩანს. და ადამიანები კიდე ერთმანეთს აი მე გავაკეთე, მე ბიჭი გავაჩინე. შენ კი არა, აი მე გავაჩინე, შენ რა გააჩინე. ერთმანეთს ეტრაბახებიან, რომ ბიჭოს robო ბიჭი გაუჩენია და სადღეგრძელოებს სვამენ. ის მესამე სად არის, რომელიც არ ჩანდა? სიცოცხლეს, აი ის აძლევს ხორცს, მნიშვნელობას, სულს. აი ეს სულის გამჩენი არც მდედრია, არც მამრი. აი იმას უნდა პატივისცემა და დიდება. როცა ბავშვი გაჩნდება, აუცილებლად ღმერთიც უნდა შეაქოთ. და განადიდოთ ის, რომ ბავშვი რო დაიბადა, აი ეს მონაწილეობდა, ის იყო მთავარი. თქვენ კიდე თანამონაწილე იყავით და ილუზიაში შევდივართ, რომ თითქოს ჩვენ ვაჩენთ სიცოცხლეს. სიცოცხლეს ღმერთი აჩენს. დაუთმოთ მას ეს, მას აქვს უფლება სიცოცხლე გაიღმოს, წაიყვანოს, ჯოჯოხეთში გაუშვას თუ სამოთხეში. ერთი კი ვიცი, არანაირად შეცდომას არ დაუშვებს. ვისაც რა უნდა, იმას მიიღებს. ამ სიკეთით ჩემოკარგებო აღვიჭუროთ და ესეთი ღმერთი მივიღოთ და არა გადაკეთებული კაბალისტიკით, იმით, ამით, რომ იცი რა ღმერთი არ დაუშვებს და გავაგრძელოთ ის მამაძაღლობა. არა, ყოველდღიური ცხოვრება ჩვენი არის ცოდვასთან ყოველთვის ურთიერთობა. ჩვენი მოვალეობაა ქრისტიანის ცოდვიდან გამოსვლა. მინიმუმზე დავიყვანოთ ჩვენი ავხორცული, თქვათ, მოთხოვნილებები მატერიის მიმართ, ხო, ცოდვის იარაღი სხეული არის და სხეულს სჭირდება ტკბობა. ეს დაალპება. სული კი თუ არ გაცოცხლდა, აი ეს სული როცა გადავართ ჩვენ ღმერთთან, ეს არ იქნება მიღებული ვითარცა გამოუსყიდველი სისხლი. გამოსყიდვა მაშინ სული, გამოსყიდვა მაშინ ხდება, როცა აღიარებ გამომსყიდველს. თუ ჩვენ ქრისტეს გარეშე გადავალ იმ ქვეყანაში, ჩემი სული იქნება გამოუსყიდველი და ის მიმიღებს მე. არ მიმიღებს, სავალ ჯოჯოხეთში მე ჩემი ნებით. იმას ჩემთან საქმე არ იქნება. დავადანაშაულო ღმერთი? ადანაშაულებს ღმერთს ლუკა მახარებელთან მე-16 თავი გახსოვს ხო მე-15 მე-16 თავი, აი ლუკა მახარებლის მდიდარი და ლაზარის ისტორია, იგავ ამას გვიყვება ქრისტე ჩვენ. ქრისტე ხო ღმერთია, თუ გჯერათ. როგორ შეიძლება ის გვატყუებდეს ჩვენ, ხომ? აბა რომელიმე საყვედურობს ღმერთს? ლაზარე საყვედურობს? მდიდარი საყვედურობს, რომელიც სათხვდება, ერთს ეხვეწება. გამიშვი რა ჩემიანებს უთხრათ, რომ აქ არ მოვიდეს. ისე უნება არ არის საჭირო. არ არის. იმათ აქვთ ყველაფერი იქ, მოსე, წიგნები, თუ იმათ არ უჯერებენ, არც შენი მისვლით დაიჯერებენ. ღმერთი იტყუება? 100%-ით იცის, რომ მართლაც არ დაუჯერებენ. ამიტომ რა დღეში არის ეს მდიდარი იქ? იმან მთელი მიწიერი სიკეთე აქ ხო მიიღო. იქ კიდე იტანჯებოდა. ლაზარე კი იქ ნეტარებდა. ეს იგავი და ეს ამბავი გადმოცემული არის მაცხოვრის მიერ და მაცხოვარი არ არის ჩვენთვის აი ესეთი მეზღაპრე კაცი, რომელიც ყალბ ილუზიებს გვაძლევდეს და დაპირებებს გვაძლევდეს ბიძინა ივანიშვილივით. ბიძინა ივანიშვილი დღეს რაც ლაპარაკობს, 2 კვირის მერე დაავიწყდება. დაავიწყდა, ხო? დაავიწყდება გავა დრო და საერთოდ რო გაახსენო იტყვის, იმეს არ მithქვიაო და ეს ახლა 8 თვეა ტვინს ურეცხავს ადამიანებს, 60 დაუხატა, დორბლები აქვს ადამიანებს, 2 კვირა ელოდებიან, როდის მოვა ახლა მიბიძინა. ელოდებიან უკვე რომ სამედიცინო უფასო იქნება, ყველაფერს სწავლა უფასო იქნება, ყველას ექნება 300 ლარი მინიმუმი პენსია. ამას ელოდებიან ხალხი. ხო და ამ უნამუსოს ეს ბოდიშსაც არ მოიხდის. ესეთი არ არის ღმერთი. ღმერთი არ არის ბიძინა ივანიშვილი. ის რასაც იძახის, იცის რომ გაკეთდება. თორემ მისი არც ერთი სიტყვა არ გადავა. ნუ შეგაშინებს ეგ, არანაირად შიშია მაგისი არ არის. ნურს იმაზე იფიქრებ, შვილი, ძმა, დედა სად იქნება, იფიქრე შენ თავზე. და რო თუ შენ ამას გაარკვევ, რწმენით გადარჩე, გაუზიარე, გვერდზე მყოფს შენ შვილს, შენ შვილზე კი არ ხარ დამოკიდებული. შენი ბედნიერება შვილზე კი არ არის დამოკიდებული. შენი ბედნიერება დამოკიდებულია ღმერთთან ურთიერთობაზე. ამიტომ შვილთან ღმერთთან რო წარდგები, მაშინ იქნები ნეტარი. იქ შვილი საერთოდ კარგია რო იყოს. კარგია ყველა ჩვენ ერთ ნაცნობები ვინცა ვართ, ღმერთთან წარდგები. ჩემი ბედნიერება სწორედ ის იქნება, რამდენ ადამიანთან აი შევხვდები მე და ნახეთ ჩვენ ვიცნობდით ღმერთს და ყველა ერთმანეთს რო ვიცნობთ. მაგალითად, მე გაგაცანით რომელიმე პრეზიდენტი, თქვათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან დაახლოებული, იმდენად დაახლოებული პირი ვარ, რომ მე აი ვიცი ვინ არის, რა არის ურთიერთობა მაქვს ფამილიარულ დონეზე, შენობით დონეზე, აი ძალიან შინაური ვარ. გამოდივართ თქვენ გელაპარაკებით ამ კაცზე. გაგაცანით მაღალ დონეზე. ერთჩვენერთ დღეს ყველა მიგიყვანეთ ამასთან და ვხარობთ. ჩვენ ყველა ვხარობთ. მე მახარებს ის რომ თქვენც ახართ. აი ამ ადამიანთან, პრეზიდენტთან და მეც რომ ამას. ეს სიმბოლო გადავიტანოთ ღმერთთან. ჩემი მოვალეობა სწორედ ის არის და თქვენი თქვენთაგანის, თუ გაიცნობთ ჩვენ პრეზიდენტ, სამყაროს პრეზიდენტს, თავში მჯდომარე სწორედ ის არის, იესო ქრისტეს, თქვენ ყველანაირად უნდა გააცნოთ სხვას, რათა მე თქვენ რო წარდგებით, არ გიხაროდეთ მარტო თქვენი ყოფნად. გახარედეთ ის რომ აი ეს ხალხიც იმასთან არის. მართლაც რა ბედნიერება იქნება, იცი რომ მოვიხედავ მე და იცი რა, მე ხოლმე ყველას დაგინახავთ ღმერთთან. აი ეს არ იქნებით, პრობლემაც არ არის. იქ ჩვენ არ შევწუხდები. არ შეწუხდები შენ
მანდ, იმიტომ რომ ვიღაცას უთხარი, გააგებინე და არ აღმოჩნდა თქვათ, აი რომელიმე შენი ახლობელი ღმერთთან. შენ არანაირი წუხილი არ გექნა, იმიტომ რომ ჩვენ ინდივიდუალურია ბედნიერების გაცდა და ეს არ არის დამოკიდებულება. დღეს აქ მიწაზე ესე ხდება, ხო? ღმერთმა დაგვავალა ესა, რომ უნდა დაეხმარო, უნდა და გააბედნიერო ადამიანი რაღაცნაირად, მაგრამ ღმერთს არსად არ უთქვი ერთმანეთის მიმართ წურბელები იყავით, ან ერთმანეთის მიმართ იყავით მონა ბატონი. და ბატონი გყავდეს, ან მონათ ვემსახუროთ ვიღა და ძალიან ბევრი ოჯახებში უკვე მონებად იქცა დედები, მონებად იქცა მამები, მონებად იქცა თქვათ შვილები. აი ახლა ის ქალები ამერიკაში ის მონები არიან ოჯახის და ეს ახლა ღმერთს არ უთქვი ეგა. არ ახლა ეს არაფერი სატრაბახო ეგ არ არის. წოლობით ამერიკაში მონათ მუშაობდე, იქიდან აღებულ ფულს უგზავნიდი ვირგლაშვილებს და ისინი კიდე მანქანით გადავდნენ თბილისში. ეს ღმერთმა თქვა. პასუხს აგებს ეს ქალი ამაზე. ამას ეგ კი არ უნდა გაეკეთებინა, სულ სხვა რამე უნდა შვილისთვის მიეცა. ასე რომ ჩვენ გველოდება წინ ქრისტიანებს ძალიან კარგი რამ და ჩვენი ის არ დაგვაფიქროს იმათ, თორე ესე მე დავიტანჯებოდი მართლაც ახლა ჩემი ძმა იქ არა ვნახო, მამა ჩემი იქ არა ვნახო, დედა ჩემი იქ არა, ბიძაშვილები, ნათესავები, თელი საქართველო, ქართველები გული გამისკდება. მე დღეს კანადაში ვარ. ქართველებს რო ვხედავ ქუჩაში, მე ეს არ მაღილვებს არანაირად და ძალიან ბევრი ქართველი რო გაიაროს, არ გული გაუსკდება. მე არ მაღილვებს, ჩემი ბედნიერება არ არის დამოკიდებული ქართველებზე. ჩემი ბედნიერება დამოკიდებულია ღმერთზე და რა კარგია თუ კანადაში იქნება ის ადამიანი, ვინც ჩემი ძალიან დაახლოებული პიროვნებაა. ასე იქნება ღმერთთან. სასიამოვნო იქ, თორე არაფერი არ დამაკლდება, არაფერი არ მომემატება, იმიტომ რომ ჩვენი ბედნიერება დამოკიდებულია ჩვენი ღმერთთან ურთიერთობაზე. ეს განაპირობებს რა ურთიერთობა მაქვს მე ღმერთთან, ეს არის ჩემი ბედნიერების კრიტერიუმით გამოდგება შეიძლება და შემფასებელი. და ამაზე არ იფიქროთ, იმიტომ რომ სატანას ეგ უნდა დაგაკაოს, გაფიქროს, შეგაშინოს, ვაიმე შვილი რო აღარ გეყოლება იქ რა. რას ლაპარაკობთ? როგორ მოდიხარ? საიდან რომ მოხვედი, შვილზე ფიქრობდი? ჯერ შენ დაიბადე. მანამდე მამა შენი შემოვიდა, დედა შენი შემოვიდა, მერე თქვენი შვილი შემოდის. რას მივეჯაჭვეთ ერთმანეთს? ესე იგი ღმერთია შემქმნელი ყველასი. ღმერთმა გააჩინა ყველა, დედა თქვენი, მამა თქვენი, მამა ჩემი, შვილი. თქვენი შვილიც ღმერთმა გააჩინა, თქვენ კი არა. თქვენ მონაწილე, ასე რომ მასა აქვს უფლება მიუჩინოს ადგილი ჯეროვანი მისი. ამიტომ ინფორმაცია ძდებს. გვინდათ ნეტარება ღმერთთან? აი ინფორმაცია. ეს რომ დაემალა ღმერთს მაშინ დავადანაშაულებ. დღეს ყველაფერი სახეზეა. გვაქვს ჩვენ ინფორმაცია, ჩვენ გვაქვს წერილი, ჩვენ გვაქვს სიტყვა. ჩვენ გვესალგველაპარაკება ღმერთი 24 საათის განმავლობაში ბიბლიის მეშვეობით. იკონტაქტეთ მასთან. გაიცანეთ, შეისწავლეთ, იცხოვრეთ ადამიანურად. იყავით. ნუ შეგაშინებთ ნურაფელი. მიიღეთ მიწიერი ცხოვრების ის ნაწილი, რომელიც ჩვენ არ შეგვაფერხებს ღმერთთან მისასვლელად, მაგრამ ნუ გადავეშვებით ისე დონეზე, რომ ღმერთი დავივიწყოთ. ნუ დავარღვევთ იმ აბსოლუტურ გამაფრთხილებელ დებულებებს. როგორიც არის მაგალითად რომ აი ლოთი აუცილებლად აი ლოთი მეძავი ვერ დაიმკვიდრებს ცათასასუფეველს ჰომოსექსუალისტი ვერ ეს ახლა ჩემი ნათქვამი კი არ არის ღმერთის სიტყვებია და მე რო ეს ვიცი არ ვიქნები ლოთი არ ვიქნები მეძავი არ ვიქნები მრუში არ ვიქნები მოღალატე არ ვიქნები აი ყველაფერი ეს ნაყოფებით ხო გარანტია მაგისი და ეს ახლა გვიყურებს ღმერთი ამდენი ხანი და კარგი გეუბნება დღემდე იყავი მამაძაღლი ხვალიდან აღარ იყო მომაცავ ნაპატიები გაქვს მაგრამ ხვალ აღარ გააგრძელო იგივე ზეგ აღარ გააგრძელო იგივე 60 წელი ნუ გააგრძელებ ერთი და იგივეს გვეპატიება ყველაფერი ჩვენ არ არსებობს დანაშაული ღმერთმა არ გვაპატიოს მაგრამ პატიების მერე თუ ვაგრძელებ ისევ იმას ეს რა არის ეს არ არის სწორი ამიტომ ჩემო კარგებო ეს დაიმახსოვრე და ნუ შეგაშინებს ეგა მე მესმის მეც ხომ მშობლური პოზიციიდან მე ჩემი ხედე და მეც გამამბიჟინა მაგან და თეორიებს იმ წუთში სატანა ჩასაფრებულია კაი თეორიები მოირგო და უკვე რა ღმერთი კეთილია რა მოხდა ეხლა დღეს დავლიებს ხვალ იმას შევი არა როგორ შეიძლება მიმატოს აი როგორც აი ჩემი შო მე უფრო მეც გეტყვით ძალიან ბევრი მიწიერი მშობელი შვილებს ტოვებს ძალიან ბევრი თუ ამ კატეგორიით ვიაზრებთ ღმერთმა შეუძლია გადაგაგდოს რა არიცით დედამიწაზე რამდენი მშობელია რომ შვილს აგდებს რამდენი მშობელმა გადაყარა შვილი თბილისში რამდენიც გინდათ თუ ამ იმები თუ იმშელებთ მეტაფორებით მაშინ დაშვებულია რომ ღმერთმა გადააგდოს შვილი ცხოვრებაშიც ესე აგდებენ შვილებს დაბადებს ხო და უსუსურ ბავშვს ნაგავში გადააგდებენ რამდენია უკვე ეგეთი მაგალითი მერე რამდენი ოჯახია მიტოვებული შვილები იზრდება უმამოდ უდედოთ რამდენი გულციობა არის ესე იგი შესაძლებელია თუ ამ კატეგორიით იმოდი ღმერთმაც გადააგდოს რა პრობლემაა მაგრამ ესე არ არის ადამიანური კატეგორიებით არ მიუყენოთ ჩვენ ღმერთს ღმერთის შემეცნება სხვანაირია ღმერთი აბსოლუტური სულია აბსოლუტური სიკეთეა აი ჩვენ მე ვერ წარმოვიდგენ როგორია ეს მე ვერ წარმოვიდგენ ამას იმიტომ რომ არავის არ უხილავს ეს იმის განსხეულება მოხდა ადამიანურ სხეულში მაგრამ ღმერთი ხომ ადამიანი არ არის ამიტომ მე მაგაზე არ ვფიქრობ არ ვჯელობ ეგ წმენის სფეროა ერთი კი ვიცი რომ არის და უდიადესი აი ამ ხელა რაღაცის შემომქმედი რაღაც აი ამ ხელა რაღაცაა აი პირდაპირ აი თრთოლვა აგიტანს რომ
ამხელა ოკეანის წინაშე რო დადგები, რაღაცა მზე, ამხელა რაღაცა ეს დედამიწა როგორ ტრიალებს, ეს რა ვიცი ეს, რა არის ეს, აი ხილული სამყარო მეუბნება რომ პატრონი არის. პატრონი განცხადებული არის ბიბლიიდან და ჩვენ რაც განგვიცხადა ღმერთმა, იმ ნაწილებს ვიღებ და დანარჩენზე ახლა ჯერ ჩემი შეზღუდული გონება ამას ვერ წვდება და დაველოდები დროს და ყველაფერს გამაგებინებს. რამე თუ არა არის დაფარული, ღმერთმა არ გამომიცხადოს მე და ასევე თქვენ. ხო წერია ღმერთმა თქვა, ბოლოს ყოვლი დაფარული ცხადზე, ცხადად გამოცხადდეს. ეს რუსთაველის ეს არის ბიბლიიდან აღებული, უკვე დალაგებული. თორე ისე ბიბლიაში წერია არა არის დაფარული, რომელი არა გამოსცხადნეს. ბოლოს ყოვლი დაფარული ცხადზე ცხადად გამოცხადდეს. თანხმოვნების მონაცვლეობით ალტერაცია არის და ძალიან ლამაზი გერწერა არის რუსთაველის აი მეშვეობით. გამიგეთ და მიყვარს ხოლმე ამ ორი იმის შედარება. ესე იგი ღმერთი ბოლო ყველაფერს დამალულს გამოგვიცხადებს. არ ავჩქარდეთ. ყველაფერი განცხადდება. ის რაც დღეს საიდუმლოებით არის მოცული, ჩვენ წინაშე წარდგება, მაგრამ მზად თუ არ ვიქნებით, გული გაგვისკდება.